როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას. მინდოდა მუსიკით დამეწყო, მაგრამ ეს ტრაგედია რო გავიგე დღეს რაც დატრიალდა, ხო, შევიკავე თავი მოკლედ რა. ესე მოხდა, რა ვიცი ახლა. ამ დროს უფრო ძალიან საშიში რაღაცები დაიწყო ჩვენ ქვეყანაში. ძალიან საშიში. ეხლა არის ერთი როგორ არის იცი მანთეკლა? თუ ემოციას გადავდებთ და სიძულვილი არ დაგვაბრმავებს, ვის აწყობდა? ეხლა ეთამეზე ვთანხმდებით, ეს რომ მორწმუნე ადამიანი იყო და თავს არ ჩამოეხჭოდა, ამას რა თქმა უნდა ბევრი ლაპარაკი. So, ამაზე ნუ გავიდავებთ, რომ ამან თავი ჩამოეშვეს, ეს ბებმემის მოუყვენ ეს წყაბრები. რაც არ უნდა ექსპერტი და გააკეთონ კაც. დამთავრდა მაგას ექსპერტი არ ჭირდება. იმიტომ რომ მარტივია, ტიპი ეკლესიაში მსახურობდა, წერტილი. So, აქ აღარ მელაპარაკო სხვა რამეზე. ახლა არის აქ გასარკვევი ერთი რამე. ვიღაცამ ხო არ გამოიყენა ეს ზუსტად შერჩეული მომენტი იმისთვის რომ აქ გამოიწვიოს კიდევ ერთი დესტაბილიზაცია. და ამას ეხლა უკვე დრო და მომენტი კარგად აქვს შერჩეული. აი მან არ უნდა მაბნიოს. ვის აწყობდა? მოდი ორივე მხარე ვთქვა. ყობახი ანუ მთავრობას თუ აწყობდა, რატო აწყობდა რა? ამით რა? პრობლემა მოიწვია. ბატონო ბატა, ბევრი გვიწერს კომენტარებში რომ არ იციან ვიზეა საუბარი. ეს ადამიანი არის ლაზარე ჯორბენაძე. აუხსენი. ლაზარე ჯორბენაძე, რომელსაც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თავი მოიკლა და ამიტომ ხდის ბატონი პატა, რამდენად შეუძლებელია რომ ამ ადამიანს თვითმკვლელობა ჩაედინა. განაგრძეთ ბატონო პატა, ბოდიში რომ შეგაწყვეტნით, იმიტომ რომ ხალხმა არ იცოდა მიწერდნენ კომენტარში. ამ ჯორბენაძემ ადრე ასავალ დაშავაში დაწერა რომ ჩემი თვალით ამაკ წაკითხულიო რომ პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანის გარეჯის ოფიციალურად გადაცემაზეო და მე ჩემ გადაცემაში დაჟე სიუჟეტიც მიუძღვენი და უთხარი მე ყობახიძემაც რო თქვას რომ იცით რა ეს ტყუილია მე ეს არ მაკმოყოფილი მე მინდა რომ იცებულება მაგას ამოვწე რა თქმა უნდა მაკადერ და ესეთი განცხადება გავაკეთე რომ მე უნდა ჩატარდეს პროკურატურისგან გამოძიება პროკურატურა უნდა დამიდოს მე დასკვნა და ეს იქნება იმიტომ რომ ყობახიძე იმას ხო არ იტყვის რომ ხო მე მოვაწერე ხელი ამიტომ ჩემთვის ეგ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ აქ არის ქვეყნის მიწის გადაცემა არ გადაცემაზე ამიტომ პროკურატურა უნდა დასვას ეგ დასკვნა უნდა დადოს ეს ერთი და უყურე ხო აი ეს ფაქტი ალბათ გაიხსენეს უკვე ხალხმა მაგრამ ეხლა მაინტერესებს ერთი რამე უყურე ბიჭო ხვალ ჩამოდის ალიევი დღეს ყდება ჯორბენაძე საქართველოში სპეცსამსახურებს თემები რო არ არსებობს ბატონო პატა ამასაც ხო აღიარებთ ასეთ თემებში დამთხოვები არ არსებობს არა ეგ კაც მე მაგას ვისაც შემთხვევითობა გონია ის მართლმადიდებელი და საერთოდ რელიგიური ადამიანი არ არსებობს არ ყოფილა ახლა ვამბობ ესეთ რამეს უყურე რა კონტექსტი უყურებ კონტექსტი ესე იგი ხვალ ალიევი ჩამოდის ყდება ჯორბენაძე სურათი იხატება ისეთი რომ ესე იგი აი ხვდები ეჭვებს ბადებს ძალიან დიდ რამეს ეხლა ვკითხულობ ეხლა ხო ეხლა ემოციურად გავიგე თუ კიდე მე იმ ხალხზე მაქვს ლაპარაკი ვინც ეხლა სიბრმავეში არ არის და სიძულვილში არ არის სწორედ ვიღაცის შემთხვევით ჩვენ დაუნდობლად არ აღმოჩნდეთ ვიღაცის დაგეგმილ პროვოკაციაში უფრო დიდი რამე არ იყოს ჩაფიქრებული მეთქი მაგით იმიტომ რომ ძალიან ცუდად დაამთხვიეს და აქ არის ერთი ლაპარაკი ვის აწყობდა თუ აწყობდა მთავრობას რატო მაშინ ამიხსენით რატო აწყობდა ამით ეს პრობლემა თავიდან არ გინდა ტემპერატურას ხო აწევს და არეულობასაც გამოიწევს არა ყველა შემთხვევაში რომ გავიგოთ რომ სხვამ გააკეთა მაინც აწეულია ტემპერატურა უფრო გააქტიურა დავით გარეჯის თემა
ანუ თემა რაზე გეუბნები? უყურე, თუ მთავრობას აწყობდა რა, ამ კვლელობით რა ქნა მთავრობამ პრობლემა მოაგვა რა. პირიქით ხო უფრო გაზარდა. რა კეცხაპარი ახლა მაგდეს ტვინავენ ახლა ეგენი. რომ ამით პრობლემას ვერ გადაწყვიტავდნენ. მაშინ გეკითხებით რომელი სპეცსამსახურების, იმიტომ რომ უყურე ნახე ახლა მე შენ აი სანამ მაგას ვიტყვი, ნახე აი უყურე თეკლა ეთი სიუჟეტი მინდა მოგასმენინო, აქ ვიმიდის რა, მე არ ვიცი ეს კამერა როგორ შევატრიალო, მაგრამ უყურე აი უყურე ომის საფარგში. ხო თუ მე ირანთანაც უნდა ვიყოთ არ გაღიზიანების საფარგზე დადგნენ კი არა, მუცელზე იხოხეს ირანთან. მე არ მახსენდება შემთხვევა რომ რომელიმე საელჩოს თბილისში მუხარის ტექსტი გამოექვეყნებინოს. აი ამ არათანმიმდევრულმა დიპლომატიამ, არათანმიმდევრულ პოლიტიკამ ხო მიიყვანა ეგრეთ ნებისმიერ ქვეყანას და მოწმობდი. რეგიონს არა მარტო ირანთან, არა ნებისმიერ ქვეყანას და რეგიონს. არ მივიყვანდით დილემანზე საქმეს. როგორ? აი მოდი მე ხა სანდრო როგორც არ მივიყვანიათ ეკა, შევარდნაძეს და სააკაშვილს. აი ასე. რამდენად დიდ შარშია დღეს პირადად ივანიშვილი. ეს დათმობა და რავშე არ გაღიზიანება გარდა დიპლომატია არის ანუ თქვენი ნაბიჯების გადაგება სწორი ალიანსების შექმნა. ეხლა უყურე რა, ამას ავრცელებს ირანის საელჩო ამ ვიდეოს. ვიღაცა კი არ ავრცელებს. ირანი რო ამას ავრცელებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იქნებოდა თუ არა? რა თქმა უნდა, ხო? მე თქვენ ახლა წაგაკითხებთ ირანის 엘ჩის ამით მინდოდა დამეწყო მე ირანის 엘ჩის განცხადებას გუშინდელი საგანგაშო განცხადებას წაგაკითხავთ ახლა საგანგაშო ხო რა ვიცი ნახე რას ამბობს ირანის 엘ჩი ეს არის ალი მოუჯანი გუშინ რაც მოხდა რა იქ ირანში ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი ამერიკის და ისრაელის აგრესიული თავდასხმები პროქიმიური მრეწველობისა და ბუშეჰერის ატომური სადგურის მინდვრებადი ტერიტორიაზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ყველაზე წითელი ხაზის ჰუმანიტარული პრინციპებისა და თვით სტრატეგიული რაციონალობის აშკარად დარღვევას. ეს კატასტროფა კონკრეტულად ერთი რეგიონს არ შემოიფარგლება. ამ გზამ შეიძლება სპარსეთის ყურის გადააქციოს ქიმიური ბირთვული კრიზისის ეპიცენტრად. ეს კრიზისი მილიონობით ადამიანს ცოცხალი არსებას, მოკლედ ხალხურ არ გუშინ ისეთი რაღაცები დაბომბეს, რომ რუსეთმაც გააკეთა განცხადება. ხვალ ზეგ შეიძლება სპარსეთის ყურები აქ შეიძლება თვითონ ჩვენი რეგიონის გახდეს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტერიტორია. ამათ გონიათ, ამას ხო ირანის საელჩო ავრცელებს, კაცო აბულაძე არ აკეთებს ამ განცხადებას. ეხლა უყურე, ეს განცხადებები აქეთ თელი ტელევიზია ჩართული იმისთვის, რომ იქნებ როგორმე აირიოს აქ სიტუაცია და ნახე რა გადაცემებს უძღვნიან. რომ ესე იგიო, ენას უჩლიკავთო ირანელებთანო, ჩვენ ამერიკელებსო რაღაცასო არ ვაძლევთო საშუალებასო, ანუ მაგათი აგენტურა ჩართულია. ამ დროს შიდა კუხნიაში კვდება ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ხელს ადებს პრემიერ-მინისტრს ტერიტორიის ოფიციალურად გასხვისების იმ დროს, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოდის. ყველაფერი ხო უნდა ვიყოთ ერთად კონტექსტში რა ეს აი ამ ფონზე მე კიდევ ვამბობ მე ის რომ ის თავს არ მოიკლავდა ამაში ხარჯზე დავიფიცებ ხელისუფლებას ვეუბნები თუ კი შენ ახლა მაგზას მიაწვევი რომ იცი რა დეპრესიაში იყო და თავი მოიკლავ დეპრესიაში არ იყო ის იყო ეკლესიის მსახური, ის მსახურობდა ეკლესიაში. ამიტომ ეგზა ჯობია გამოიტანოს სიმართლე დადო იქა. უყურე კიდე ერთხელ ვამბობ. ვის აწყობდა? ეს არის მთავარი. რისთვის არის გამიზნული?
საიტი რა რისი გამოწვევა უნდათ მაგით ხო გასაგებია რომ ესე იგი სასონხეთში 3 დივიზია დგას რუსეთის კასპიის ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტი დგას და ერთადერთი დაუცველი ტერიტორია არის საქართველო რომელიც შეიძლება ადვილად წამოიგდო პროვოკაციაზე გარედან კითხულობ მე საშვება სუსი რას აკეთებთ თქვენ იცით რომ ეს მე ხელისუფლებაში ირაკლის ომები კობახიძეს კობახ შენ ვერ დაიჭერ სიტუაციას შენ პროსტო სიტუაციას ვერ დაიჭერ გამორიცხულია არ გაქვს შენ ეგ რესურსი არც პოლიციური არც ჯარი და არც სახელმწიფო უშიშროებას ეგ რესურსი ამ ქვეყანას არ გააჩნია ვერ დაიჭერ სიტუაციას გაგექცევა ხელიდან ხვალ ვინ რას მოაწყობს აქ არავინ პრახადნოი დვორია სპეცსამსახურების პრახადნოი დვორი აი ესე მინდა შეუფასო ეს კვლელობა რა რაც მოხდა არავითარი თვითკვლელობა ეს არ აი მას როგორც გაბედავს ხელისუფლება რომ ამას დაადებს თვითკვლელობა იყო ესე იგი მაგის გაკეთებულია და აწყობს ეს თვითკვლელობა ის იყო უაღრესად მორწმუნე რელიგიური ადამიანი ამიტომ ეგრე არ წავა ვოტაკ დავიწყოთ ახლა ჩვენი ეს აი ტრაგედია და ღმერთმა გაანთოს მისი სული აი მე არ ვიცი რა ბიჭო არ ვიცი აი ხო გეუბნები ყოველდღე ხო ქვეყანა რო გეუბნებით ბიჭო ქვეყანას ესე იგი ესეთ აი არ ვიცი რა ხო აი ხო მე ხო გეუბნებოდი თუ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის უსაფრთხოება და სიმშვიდე არავისი არ არის თეკლა არც ბიძინა ივანიშვილიძე არ არის დამოკიდებული ეს მინდა ხალხმა გაიგოს კაცო უპატრონოთ ქვეყანა ხარ უპატრონო ქვეყანა შენი კეთილის მთქმელი არ აკრავს არც ახლოა სამეზობლოში და არც შორეულ სამეზობლოში შენი კეთილის მთქმელი აი თუნდაც ის რომ ცოდუა გაანებეთ თავი ამის მთქმელიც აღარ აკრავთ ყავს კაცო ამ ვისაც რა უნდა იმას აკეთებს ხვალ ვის გააგორებენ კიდე ქვეყანა რო აურიონ ბატონო პატა ეს ცუდი ტენდენცია იმიტომ რომ ეს აჩვენებს რომ უკონტროლოა სიტუაცია და ნებისმიერ შეუძლია ესე სიმართლის თქვისთვის ვიღაც ადგეს და მოიშოროს ხო კატასტროფა ეს არის საშინელება უკვე ეს არის კატასტროფა რა ბრონსაცლიანს ქვეყანას ერთი ბრონი იყო ის რომ ეროვნულად ემოციურად შეყვარებული ამ ქვეყანაზე ხალხის კიდე რაღაცა სასწორზე თუ რაღაცა დადგებოდა შეიძლება სიტუაციური მოკავშირეები ყოფილიყავთ იქნებ ამ სიტუაციური მოკავშირეების ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორება უნდათ რა ხდება აი ამას ვამბობ მე ამიტომ სიმგონებაზე შევხედოთ სიმგონებაზე ვის აწყობდა თუ ხელისუფლება მიაწვება იმას რომ თვითკვლელობა იყო თავი ჩამოიხჩო ხო მანდ უკვე შემიძლია ვთქვა რომ ხელისუფლების ხელიც ურევია მაშინ რამდენი სუსის თანამშრომლები რომ ეყავდათ ამერიკაში ისა კვალიფიკაციის ასამაღლებლად წლები დარბოდნენ იქ თქვენ რა გონიათ იქ რას აკეთებდნენ ისინი კვალიფიკაციას იმაღლებდნენ ამიტომ ამ ამაზე უპატრონო დაგდებული ქვეყანა არ არსებობს კაცო დავეროდოთ რა სიტყვის ხვალ არ ვიჩქაროთ უბრალოდ არ ავყეთ ემოციურ ფეთქებად სიტუაციას არ ავყეთ გვანახო ხელისუფლებამ გვანახოს თავის პოზიცია გვანახოს ყველაფერი ვერ დამალავენ თეკლა გამორიცხულდება ხალხის ტვინი არის ახლა მოტრიალებული როგორც ხელისუფლებამ დაბრიდა ძალიან დიდი რამე უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ესე შემოატრიალოს გამოცდა აქ ახლა ძალიან დიდი ჩასაბარებელი
თორე ის ბოლო საყრდენის გამოეცლება ხელისუფლებას, რომელიც შეიძლება რამე რო იყოს სიტუაციური მოკავშირე ყოფილიყავით, არა ხელისუფლების დასაცავად. ქვეყნის ფიზიკურად გადარჩენისთვის, კაცო. აი, ამას ფიქრობ ეხლა მე. ბატონო, ვინც ახლა შემოგვიერთდა, კიდევ ერთხელ მათთვის გავიმეორებ, ლაზარე ჯორბენაძეზეა საუბარი, რომ ადამიანი, რომელიც ღვთისმოშიში, ეკლესიური, მორწმუნე ადამიანი იყო, წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანმა შესაძლოა თავი მოიკლას და ამ თემაზე გვაქვს საუბარი. ეს ადამიანი, ვინც არ იცით, აქტიურად აჟღერებდა ინფორმაციას, რომ გარეჯის გაყიდვაში პირდაპირ წვლილი და დოკუმენტები აქვს ნანახი, სადაც კობახიძემ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტებს და აგერ ხვალინდელ ვიზიტამდე დღეს ეს ამბავი მოხდა და ძალიან საეჭვოა და ამაზე ამბობს ბატონი პაატა, ამაზე აშხერებს გარეჯის გაყიდვაში პირდაპირ ხელისუფლებას ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ კობახიძის ხელმოწერა აქვს დოკუმენტზე მას ნანახი და ესე საეჭვო ვითარებაში ადამიანი, რომელიც ეკლესიურია და რომელსაც ღვთის მოშიში ადამიანია, უცებ ესე გააჟღერო თავი მოიკლა და კითხვები არ დაისვას ლოგიკური, ცოტა არ იყოს ეჭვებს გამოიწვევს, გვინდა თუ არ გვინდა ბატონო პაატა, თუ კი ხელისუფლებას სწორება არ ექნება, სწორი პოლუსები, სწორი კითხვები არ ექნება და სწორ პასუხებს არ დაგვიდებს საზოგადოებას. ხო უნდა გვაჩვენონ რა ინტერესი შეიძლება გქონოდათ, ან თქვა მტკიცებულება, რომ მართლაც თავი მოიკლა ამ ადამიანმა. ეს ხო აბსურდი, ეხლა ვინც იცნობდა ამ ადამიანს, არავინ დაიჯერებს, რომ მან თავი მოიკლა. ეკლა ეკლესიაში ცხოვრობდა წლები. კიდევ ვამბობ, ჩვენ არ გავხდით ერთადერთი რისიც მეშინია, ეხლა კი არ მეშინია, ვნერვიულობ, ემოციამ არ გადაგზავნოს და ვიღაცის აი ეს დაგეგმილ პროვოკაციაში რაღაცისთვის გათვლილი. ხო, არ გავხდით ჩვენ, რატო იცი, ადამიანს რო კითხო, მართალია, ბიჭო, როგორ, აი ამ, ხო, მაგრამ ეს არ იყოს გათვლილი, კიდე ვიღაცის დაგეგმილ სცენაზე არ შეგვიყვანონ თამაში, კაცო ამ ქვეყნის გაუბედურების. მორჩა ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ეგ არ შეგიძლია, მაგით არც მე. ეს ერთადერთი ვისაც შეუძლია არის ხელისუფლება. ყველა ის არის მიდის მაგისკენ. ფარდის ახდა მაგათ შეუძლიათ, რომ სიმართლე გამოაჩინო, რა თქმა უნდა, თუ აწყობთ. ხო, თუ კი როგორც კი დაიწყებენ, ბაბადიელა ტრაკის თამაშ, პატარა რაღაცას რო დაიწყო, იცოდე რომ აქ ვეღარ ამ პროცესს ვეღარაფერი ვეღარ გააჩერებთ, იცოდეთ ხალხო. აი ეს შეოფასო და გავაგზავნოთ ახლა ჩვენ თეკლა, მოდი მე მითხარი შენო რუბიო და ეს ზარი და ეს კი ეს თემები რაც იყო ამ კვირაში ბატონო პაატა და წინასწარ მინდა შეგითანხმოთ კვირას, რადგან ძალიან ისეთი დღეა, ღომის დღესასწაულია, მომდევნო კვირა და არ გამოვა, იქნებ რადგან არ ჩავარდეს ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკურად, იმიტომ რომ ტრამპმა განაცხადა უკვე რომ 10 დღიანი შუალედი რაც მისცეს ირანს იმისთვის რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, იწურება და უკვე მუქარებს უშვებს იქედან და მთელი ამბები შესაძლოა სახმელეთოზეც გადავიდნენ და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მოხდეს ამ კვირაში და იქნებ როგორმე კვირის ჩანაცვლება შაბათი დღით მოახერხოთ და შაბათ დღეს როგორმე წინასწარ აი აგითანხმდები ხალხთან ერთი საათი მაინც ან 40 წუთი მაინც შაბათ დღეს დასკვნო და მე უკვე აღდგომები რო გადაივლის, რა თქმა უნდა, დანარჩენი მე. რუბიოსთან მინდა სიღრმისეულად ილაპარაკოთ და გაშალოთ. არასკევის გადაცემა. რაც შეეხება რუბიოს ზარს. თეკლა ერთამეზე ვთანხმდებით, რომ იქ არ იქნებოდა ლაპარაკი საბაჭრობი განვითარებაზე, კულტურულ განვითარებაზე, ტურისტული განვითარებაზე, ხო ეს ზღაპარი ახლა ამაზე ხო არ იქნებოდა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, იყო ლაპარაკი ირანის წინააღმდეგ. უყურე. ეს ამ ზარის მერე ირანის საელჩო აღწელებს განცხადებას. საშიში განცხადებას იგივე. ვიღაც ეთამაშება ძალიან ცუდად ამ ქვეყანაში ირანს, კაცო. რავი, აოხრა თელის სპარსეთის ყურე. აოხრა, უდაბნოდ გადააქცია, დედა უტირა ყველაფერს, კაცო. ძალიან ცუდად ეთამაშებიან აქ აგენტურა და ხელისუფლებას ეუბნები ამ სუსის ბიჭებს, თქვენ ქვიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სახელმწიფოსი უსაფრთხოების სამსახური ქვიათ, კაცო. ბიჭო, ვერ ხედავთ რომ ცუდად ჩართეს ეს აგენტურა. მაგრამ ამათმა როგორ ეხლა გეტყვი რატო კიდე სასწაულებს გეტყვით, კაცო ახლა.
ამ ზარის მე ეხლა რო ეს მოხდა, ეს მე ამ ირანის ელჩით ეხლა წინა დღეს ჩემი ინტერვიუ კი გავრცელდა ნახეს ყველამ ირანის ელჩა რა თბილად მოგვიხსენია და ასე შემდეგ და პირდაპირ ღია ტექსტებით ილაპარაკა რომ ჩვენ არ დაუშვებთ და რაღაცა ხო? ამის მერე მე ვრეკავ კაცო იქ ჩემებთან რა რუსეთში და მეუბნები ბიჭო აი ესეთი რაღაცა ხდება რა ჩვენთან მეთქი და არ ვრეკავ უბრალო ადამიანთან კაცო ხო და ის მე უნდა პატო ეხი რამე იცოდეო ჩვენაო სამხედროებიო ხო აი ესე ერთმანეთ საქმის კურსში ვაყენებთო მაგაზე არ იფიქრო შენ რომ აქ ჩვენ არ ვიცითო როგორც ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში რომ აი მიუფრინდათ დაუშვათ კუბაში ხო სამხედრო რაღაცა მანქანა მიდის ხო და თვითმფრინავი ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ ისინიც ესე გვაყენებენო მაგრამ ამას აკეთებენ იმის მერე ვაყენებთო როცა ის ქვეყანა მიმღები ქვეყანა მას უთმობს საჰაერო სივრცესო ბიჭო ახ ფიქრობ ანუ ხო მაგრამ ეგ ეს რას გამოიწვევსო ხო ეგ თქვენი ფიქრეთო კაცო ახლა რა ვიციო თქვენ დაუთმეთო თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფოო და თქვენ უთმობთ რა ვიცი ჩვენ არა გვიგითითოთ ვის დაუთმოთ და ვის არა საჰაერო სივრცეო კაცო ახლა იმან დიპლომატიურად მიპასუხა და სხვათა შორის ამ კვირაში არ მინდოდა ბიჭო აი აღარ მინდა მარია ზახაროვას კითხო რა აი საქართველოს უკვე ამოვიდა რა ყელში ერთი და იგივეს ლაპარაკობს ეს მარია ზახაროვაც რამდენი ესე სულენო კითხებს სვავენ უსვამენ ბიჭო რამდენჯერ გითხრას იმ ქალმა კაცო ახლა მინდა ცოტა რეგიონზე კითხო რა უკვე რა აი ხა იქითა კვირას მექნება ალბათ სატელე ესე პრეს კონფერენციაზე ჩართვა და ესე მინდა კითხო უკვე რეგიონზე საქართველოს სიტყვა არ მინდა ვახსენო რა ვაფშე ხო ნუ რა თქმა უნდა ამას ხა ეხლა ვლაპარაკობთ რომ მაინც ვახსენებ ხო ვიცი ჩემი თავის გაბრაზებული ვარ და იმიტომ ხო და უყურე რა ეს სამალიოთი ხო დაჯდა გამოვარდა ახლა ხალხს ხო ვერ მოატყუებ კაცო გამოვარდა მოსახლეობა კაცო გაგიჟდა კაცო ესე იგი ევროპა თურქეთმა სასონხეთმა აზერბაიჯანმა არავინ არ მისცა თანხმობა ბიჭო მარტო ჩვენ მივეცით კაცო ხო ხალხი აღერდა და გამოაგდეს ეს თავის პარტია რო ყავთ ეს ხალხის ჯანი აი ეს ქართველი შვილი ხო და ეგაო ბატონოვო ბენზინი გაუთავდათო ასე ხო დაურეკეს სოზარ სუბარ დაურეკეს სოზარს პილოტმა ბიჭო მიშველე რამე კაცო ბენზინი მითავდება ბენზინიო და ბიჭო დაჯექი აგერ თბილისიო დაჯექიო და ნუგეშინიაო კაცო აქავარ მეო აქაო ბიჭო სულ ჩამოფრინდა ერთი თვის განმავლობაში 4 სამალიოთი ბიჭო სულ ყველას რა გაუთავდა ბენზინი თუ ნავთი გადავაცხი მაგათ სულ ყველას კაცო ბიჭო პატარა ტყუილი სხვა რამე მოიფიქრეთ ახლა თქვით რომ კარტირი გაუსკა ძეთმა გაასხა ან ჟიკლიორებმა გაჭედეს რაღაცა სხვა მოიფიქრეთ ბიჭო 4-ივეც როგორ აქ უთავდება ბენზინი თუ ნავთი რავი რა ქვია მაგას კაცო ხო ტყუილი გამოგელეთ მითხარით ან ხელოსანთან მიდით უთხარით გეტყვით რომ რავი კრადიშები ჩაიშალა მატორში რაი პორშინემა გაასხეს და ავარიულად დავსვით კაცო 4-ვე შეიძლება რომ და ვის ატყუებთ კაცო ვინც საჭიროა იქ ჩვენს მეზობელმა უკვე იცის კაცო აღარ უნდა ტყუილი იმათმა შეშენო ტელეფონზე ელაპარაკებოდი რუბიოს ისინი დგანან და გისმენენ იოპ твою мать უკვე იცია გამოვარდა ირანის ელჩმა რო იცოდა რომ მეორე დღეს სამალოთი მოდიოდა საიდან გაიგო ირანის ელჩმა საიდან გაიგო ირანის ელჩმა რომ მეორე დღეს სამალოთი მოფრინებულიყო გამაფრთხილებელი ნოტა გააკეთა ფაქტიო არა მაგრამ სხვა რამის მიაქცია თეკლა ყურადღება როგორ გაიგო ირანის ელჩმა რომ ხვა დღეს ტელეფონზე მე და შევილაპარაკეთ შევთანხმდით რომ საჰაერი დაგიწმე და ხვალ უნდა მოვიდეს შენი სამალოთი ამ დროს განმოვლის ირანის ელჩი და მომწრო ოპ მოდი აქ ესე იგი შტერო მიხვდი ანუ ტყუილსაც აღარა აქვს აზრი მაგ ტყუილს აღარა აქვს აზრი კაცო თუნდაც ბენზინი კი არა კაცო თეკლა მე მოიგონეს ახალი ვერსია
ისე დაჯდაო კაცო 15 წუთით პატარა დაჯდაო და მე გაფრით აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა კაცო შეხო საჰაერო გზა დაუთმე აი სურო პისი მოუნდა და იმიტომ დაჯდა უკვე აღარ აქვს შენ უკვე მიეცი რაზრიშენია შენ უკვე ადექი და კალათაში ჩააგდე სიძულვილის ჩვენი მეზობლების სიძულვილის ის ჩააგდე კაცო კაი გეკითხებით ეხლა ირანის სამხედრო სამალიოც რო ბენზინი გაუთავდეს ეს ხალხის ჯანის აზრით დასვავთ საქართველოში მისცემთ რადრიშენიას რა ტრაქს ათამაშებთ ბიჭო რას მატყუებთ აქა კაცო მიუსამძიმრეთ და მისამძიმრებაზე რამის ისრაელის ეჭმა თავი გარტყევინათ მაგიძაზე კაცო რატომ მიუსამძიმრეთ ის 165 ბავშვი რო დაიღუპაო რა ის სამალიოც დაუ თქვენ ხო ნეიტრალური ხართ კაცო თქვენ ხომში არ ერთვებით თქვენ ხომ ხარი არ მაშინ დაუთმეთ ირანის სამალიოცაც ნუ ვიტყუებთ თავს თეკლა ყველაფერი კარგად იცის მე თითქოს არაფერიო მხოდა უყურე რა მოხდა თეკლა თუ როდისმე დაიკარგა ჩვენი აფხაზეთი დაიკარგა გუშინ და გუშინ წინ 100 მილიარდი გადარიცხეს რუსეთმა იქ ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად ისედაც მიდიოდა მშენებლობა მაგრამ 100 მილიარდი გადარიცხეს აი ეს რომელიც აი გულაშვილის კანტორა როგორ მტკიცებდა ფულს არადებსო ფულსო რას ლაპარაკობენ ეს დებილები ესენი ერთი არა ყავთ იქ ნაცნობი დაურეკეთ ერთი რა გიგანტი სამუშაოები მიდის იქ აბა ყითხეთ ერთი რა ხდება მანამდე მიხაროდა ყველაფერი სანამ ფიქრობდი რომ მართლა არაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში რუსეთი გიტოვებდა სავაჭროც ამ ყველაფერზე და ეხლა უკვე საფრთხეა ძალიან დიდი ჩვენ გააკეთე განცხადება უკვე არც ერთმა ჩვენმა მეზობელმა საჰაერო სივრცე არ დაუთმო ნატოს წევრმა ქვეყანამ პრეზიდენტმა ერდოღანმა უარი რო ეთქვა კიდე ხო აგრესიული უარი უთხრა აგრესიული უარი არც გაბედოთ თქვენ სოდომიტებო აქ შემოფრენაო სამალიოტისო ჯერ აქ დაჯდნენ მე რაღაცა მანქანები მიადგნენ რაღაცა გადმოტვირთეს გადაწვირთეს და 25 წუთში გაფრინდა უკან ჯერ სასონხედით აზარი თურქეთში ოღონდ ჯერ საქართველოში დაჯდა თურქეთში რომ თურქეთის საერთაშორისო აეროპორტში კი არა ინჯის ბაზაზე დაჯდა კაცო და ეს არის ამერიკელების ტერიტორია ის ესე ითვლება ჯერჯერობით სანამ გააძევებენ რომ ატყუებენ იქ თურქეთში დაჯდა ამიტომ უყურეთ ხალხო რატომ ანუ შენ რომელი სამყაროს მხარეს გადახვედი იცი ნუ მოიტყუებთ ხა თავ ჩვენ არ ვერევით ერევით კაცო თქვენ უკვე ჩაერიეთ, თქვენ უკვე მხარე ხართ, კაცო. ნუ მოიტყუებთ თავს. თქვენ ხართ პირდაპირი მხარე უკვე. იცი ვისი მხარესა ხართ? ვინც ხაზაში 30,000-მდე ბავშვი დახოცა. ვინც ლიბანს დღეს ანადგურებს, ვინც ირანში 155 ბავშვი დახოცა, იმათ მხარესა ხართ. მუსლიმების წინააღმდეგ ხარ, ერთი სიტყვით რო გითხრათ, კაცო. აი ხვალ ჩამოვა რა ალიევი და განახეთ რა როგორ არტყმევინებს თავს რაღაცას და რამდენამეზე დათმობთ კიდე რამდენამეზე დათმობთ თათო უპატრონო ქვეყანა ხარ და მიტომ კაცო დადეკით კაცო აქ მე ბიჭო რაც გინდა ჩემს ხანდა იქნება მაგთა გეუბნება ისე ვარ უკვე რომ აი ხო ამ 100 მილიარდმა და ეხლა 100 მილიარდი რას ნიშნავს იცი იქ დანარჩენი ბიზნესმენები ვინც არის ბელარუსიაში, რუსეთში, ყაზახისტანში, SNG ქვეყნებში, ხო, შემოიტანეთ მაყუთი უკვე რუსეთია გარანტია თქვენი ინვესტიციების უსაფრთხოების, რატომ მე მაქვს თვითონ 100 მილიარდი ჩადებული. და ვისი და რა გინდათ ახლა თქვენ რაო რა თქვის იქაო ჯერო გაიწვიოსო ისაო დაიცათ კაცო გარიჩქაროთ კაცო თქვენმა საერთოდ დაგავიწყებენ აფხაზეთს კაცო თქვენ ისეთი განცხადება გააკეთეთ ამ რუბიოთი და ამ სამალიოთ კაგერ ყველაფერს ნახავთ კაცო აბულაჯის გინება არ გიშველით ვაფშე თქვენ ეს კი არა თქვენ აქ თვითონ ახე
აგერ ნახე ჯერ ეს ბიჭო თვითონ ტელევიზიები გაქვთ მე ხო მე უკვე როგორ ვარ აი ესე რაც იქნება უკვე რა შო აი ესე ვუყურებ რა ყველაფერს იმდენად სუსტი ქვეყანა ხარ რომ 2 თუ 3 ტელევიზია პირდაპირ პროპაგანდას აკეთებს ომში ჩართვის და ტრაკი არა გაქვთ რომ აკრძალოთ ბიჭო ვიზე ლაპარაკობთ საერთოდ იმის თავი არა გაქვთ რომ ეს ტელევიზიებში გააჩეროთ იმის თავი არა სახელმწიფოს იმის თავი არა აქვს დროებნები კობახიძეს ვერ გაუძლებ გაგექცევა ხელიდან იმიტომ გაგექცევა რომ ბიჭო არა გაქვს შენ საზოგადოებაში საყრდენი აღარა გაქვს რა ხესები რის ხესებზე აქ დებათ ვის რა ჯერ მოაწლებთ მაგ ხესების აშენებას ვის უშენებთ მაგ ხესებს რა სიგიჟერს ლაპარაკობენ ეს ხალხი კაცო ბატონო პატა ნორმალურად მოაზროვნე ვინც არის და პოლიტიკურად ვისაც შეუძლია ხოლმე პროგნოზების დადება ეს ადამიანები ბოლო 1 წელია ყველას ურჩევენ პირიქით ფართო მასშტაბს და დროში გაწელილი პროექტები არ დაგეგმოთ ისეთი რთული მდგომარეობაა რეგიონშიო და ესენი ახლა რას იწყებენ ვერ ვიგებ და რა დიდხნიან პროექტებზე აქვს საუბარი და მით უმეტეს ესებზე თქვენ თქმის არ იყოს მაგამდე თუ მიაღწევს ჩვენი ქვეყანა რომ ჰესი დაგჭირდეს საერთოდ ჰეკლა გადაფარვა ეგ ყველაფერს ხელოვნურად გადაფარვა რა სისულელია მაგაზე შენ გონია ეს რომ საჰაერო სივრცე რო დაუთმო შენ გონია ამათ არ დაურეკეს სუდედის ტრაკი არ აგინეს და არ უთხილ დედას გიტირებთ თქვენ განახებთ როგორ ხდება მაგი თუ რო მართლა ესე გონიათ რომ ნუ ეხლა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რა ვქნათ ეხლა იმან დაუთმო თქვენ მართლა ესე გონიათ ხალხო თუ ვინმე ეხლა იქ ჟენევის კონვენცია არ დაარღვევს ერთბაშად რა გეუბნებით მეთქი და ბიჭო რავი რა ხალხი ეს რა ხალხია ბიჭო გადავირიე რა უკიდო გამო ბიჭო რავი ხოგანო თუ ირანის ელჩი კი არა აი თეკლა შენც რო ეხლა რომელიღაც ქვეყნის ელჩი იყო პირდაპირ კანონი გიგზავნოს შენი პირადი აზრი გამოთქვა რაღაცაზე ნუ სტრატეგიული სახელმწიფოთა შორის რაღაცაზე თუ არ შეათანხმე შენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა ხო სწორია բայց ხონეთ როგორ კაცო ბიჭო გამოდის ეს კაცი აზიარებს თავისი სოციალურ ქსელში აზიარებს ჩვენი ტელევიზიების პროპაგანდას ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვის პირდაპირ ომში ჩართვის კაცო ამ დროს დგას ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ხესებს ავაშენებთ ბიჭო რა გავგადავიდი ეს ხალხი თო ჩვენ დავიჭირეთ ნარკომანები ჩვენ ბიჭო გავიგე კაცო ამას რა შვებით კაცო ამას რა შვებით აი ხა იქ რა შვებით მაგრამ გინ უნდა თუ ადამიანის გონება წამოიყვანო ნაკეთ ვითომ არაფერი არ მოხდა გაიგე შენ ამით გეკითხები რაზე უნდა ჩამოვიდეს სხვა რალიები ერთი დღით რაზე უნდა ილაპარაკონ აი გამორიცხვის მეთოდით იფიქრეთ რა გამორიცხვის მეთოდი სასაუბრო რაზე უნდა დასხდნენ და რაზე უნდა დაილაპარაკონ ამას ხო უნდა პოლიტიკურად განსაზღვრო რა იყო წინა დღეებში და რას მოყვა თქვა შეხვედრის შეთანხმება და ასე შემდეგ ხო რაღაცა საერთო სურათი რო შეიკრას პაზლები უნდა შეგროვდეს სურათი თუ შეკარი უკვე მიხვდები რასთან გაქვს საქმე ხო ტყუილად ხო არ ჩამოდის პატარა რაღაც ხო არ არის პატარა ვიზიტი ხო არ არის ეს ამიტომ თეკლა მე არ ამგონია რომ რაღაცა ძალიან ცუდი მზადდება მეთქი რატომ მზადდება კიდევ ამბობ აი ამ 100 მილიარდმა მანახა რომ იმათმაც ხელი ჩაიქნიეს რა ჩაიქნიეს როგორ იცი ამ არაფერი არ გამოვა მათგან უყურე რუსეთის აქ ჩვენებმა რო თქვეს ის განცხადება რომ ჯერ გაიწვიოსო გამოვარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე და წერს ეგეთ რაღაცას ყველა იმედმაც გააშუქა წერს ეგეთ რაღაცას ჩვენ მზათავართ დავილაპარაკოთ ქართველებთან საქართველოსთან
იქამდე სადამდე საქართველოს იქნება მზად ჩვენთან წამოვიდეთ მოლაპარაკებაზე. მეტი გასაგებ ენაზე რა დაგიწეროთ. ანუ ის მე რო გითხარით თქვენ აქა შენთან პირველად და მე ჩემ ტელევიზიაში. ახლა რა სიტყვიან? ახლა იმას იტყვიან რომ გაიწვიოსო, გეუბნები ეს კაცი, თემა არ არის რომ შენ ჩამოდი და თემა არ არის მე და შენ რო ვერ მოვილაპარაკოთო. ხედავ რა გითხართ? ანუ იმათმა იციან ესენი რა მასალისგან არიან დაკეთებულები, კაცო. კარგად აყავთ გამოჭერილი ტიპები. კარგად აყავთ იციან რომ თავის სიტყვები და გუშინდელი თავის წარსული ცხოვრების მძევლები არიან. გამორიცხულია ამათმა რო უთხოვს ჩამოდი ხელი მოვაწეროთ აფხაზეთის საქართველოს დაბრუნებაზე მაინც არ ჩავლენ მეთქი გეუბნებით ხალხო. ხარჯზე დავიბიცავ არ ჩავლენ მეთქი ხალხი არა ხართ კაცო. იმათაც კარგად აქვს დაჭერილი მეთქი ეს მუღამი. და ამბობენ ქართველი ხალხის და კაცობრიობის წინ შეუნებიან რომ ბიჭო რა ვიცი ყველაფერს თავაზობდით ამ ხალხს. დაჟე ისაც რო გვითხრეს ზახაროვას პასუხზე ისაც კი უთხარი ჩამოდი. აგერ ხა უნდა ვანახო ხალხს. თორე არ არსებობს მე რიცხიან კაცო იგონებს ეს ვიღაცაა კაცო. მეტი არ ვიცი. მეცად მებო, ეხლა განახებთ კაცო. და ჯერ ბიჭო რა ატყდა ამ რუბიოზე. დედაო რუბიომ და რეკავო. რუბიომო ხალხო ბიჭო რა ვიცი. ზოგი ცოლთან საღამოდი ზედ იყო მიმჯარი წამოხდა კაცო. არიქაო რუბიოს დაურეკია რუბიოსო კაცო რა დრო სექსიაო გამოვარდნენ ქუჩაში კაცო. რა დროს ეგ არისო კაცო ჩვენი ოჯახის დედაცო კაცო რუბიომ დარეკა რუბიომო კაცო. დაავიწყდათ ყველაფერი. ბატონო პატა კი მეცინება მაგრამ ქვეყნისთვის სატირალია ეს მდგომარეობა მეცინება უბრალოდ იმდენად კარგი თხრობის პათოსი გაქვთ ხოლმე და ისე კარგად დასცინებთ ხოლმე გამეღიმება მინდა არ მინდა მაგრამ ხალხო სატირალია რეალურად იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობ და არ არის ვიღაც ორი იქეთ რა ქვია ოკეანის იქეთ და გადაღმა ქვეყნებიდან ვიღაცაზე არ ვსაუბრობ ჩვენ ქვეყნის რეალობაზე ვსაუბრობთ და წესით არ უნდა მეცინებოდეს ხოლმე და ბოდიშ გიხდით ამისთვის 4 დღის წინ მიხეილ გალუზინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იქამდე რამდენადაც თბილისი იქნება მზად ურთიერთობის ნორმალიზებისთვის რა გითხრას მეტი ეხლა ვინმე გამომივარდება ჯერ გაიწვევს მე იმ რატო იცი კიდე გეუბნებით ხალხო მე რეჩხა კაცო ერთი და იგივეს ლაპარაკობს რა ნუ ელოდებით ამ ხელისუფლებისგან რაღაცა ქართულ ცივილურს აი ის რაც ჩვენ გვტკივა აი უკვე აღარ მინდა მდენის გამეორება რა ამან გეუბნები ამან თქვა რომ დაუძახოთ მოდი ჩამოდი კაცო ხელი მოვაწეროთ აფხაზეთის უკან გაწვევაზე აი პირობითა და იპოთეზა მაინც არ ჩავლენ მეთქი გეუბნებით კაცო ამიტომ თეკლა რატომ მოვიტყოთ პროსო თავი ეს აღარ მესმის ჩვენ კიდე ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი განცხადება ისრაელის დეპუტატი გამოდის პარლამენტში თავის კნესეთში მაგასაც მოვასმენინებ ეხლა იმიტომ რომ მე ვიცი რა განან ისრაელის საელჩოდანაც მისმენენ ხოლმე კაცო და რა განცხადებას აკეთებს იცი ახლა ვიგეთყვი რა პალესტინელი და ირანელი ბავშვების დახოცვა ჩვენი არმიის მიერ ნორმალურია და მისაღებია არ არსებობს უდანაშაულო პალესტინელი და ირანელი ბავშვი אין לי כהוא זה איזושהי תחושה של רחמים על האויבים שלי מה אפשרי אני מגבה את לוחמי צה"ל בכל סיטואציה גם אם המחיר האגבי הוא ילדים או נשים או לא מעניין אותי אנחנו מגבים
ეს როგორ ტრიალდება ეს კამერა აღარ ვიცი ესე შევატრიალო აღარ შევატრიალო აღარ ვიცი ნუ კაც ჩემ სოციალურ ქსელში დევს პირდაპირ პარლამენტი ქნესეთი და იქ ინგლისური თარგმანი ტიტლი მისდის რა თუ გინდათ შედით ნახეთ კაცო ახლა გეუბნებით ჩვენ განცხადება ამ სამალიოტის დაჯენით ჩვენ უკვე განცხადება გავაკეთეთ რომ ჩვენ ვართ იქით ამ ხარეს პოლიტიკური განაცხადია ეს, როცა დასვეს უკვე თვერტი. ნაუდეთ განაცხადი, იმიტომ რომ ვინც განაცხადი ეგეთი არ გააკეთა, იმათ არ გახსნეს თავის საჰაერო სივრცე. შენ გააკეთე და მორჩა. ესე იგი შენ ხარ იმ ბანაკში ხარ, სადაც ესეთი განცხადებები კეთდება. არ არსებობს პალესტინელი და ირანელი ბავშვი. ყველა არის დასახოცი. წერტილი მე არ იყოს წუწუნი მეთქი მაგას ვამობ კაცო ამ ხალხისგან რო იცით რა ჩვენ მიუსაამძიმრეთ არა კაცო თქვენ გიმალავენ ხალხო თქვენ საერთოდ არაფერი არ იცით იქ რა ხდება თქვენ რასაც ტელევიზიით გეუბნებიან მარტო ის იცით თქვენ განცხადება ამ ქვეყანამ განცხადება გააკეთა ვის მხარეს არის მაგან გატეხა წელში აფხაზეთის რაღაცა იოტისოდენა თუ რამე იყო კიდე შანსი წადი თქვენი დედა თქვენ მართლა არ გდომებთ ეს აფხაზეთი და შეიტანეს და შეიტანეს ინვესტიციები და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ნომერ პირველი ქვეყანა რამე დამთმობია რა ვიცი იფიქრეთ და ნუ ნაფიქ თეკლა ბიჭო არ მიყო ბიჭო ხალხი ფიქრობს აი ბიჭო ნუ დაგრუზდა მე ხო ანალიზს არ ვაკეთებ კაცო მე არ ვამორჩე იყო იმ განცხადებებზე აკეთებ უკვე გამოხმაურებას ის არ მოხდა რომ მოხდა მე გეუბნებით რომ ეს მოხდა ეს შემოგიგდეთ მე ძაღლების თემა რა არის რომ ძაღლების თემას მოაყოლეს ვიბერე შეიძლება ღმერთმა არ აკნას ეს მკვლელობა მე არ ვიცი სად რა გადაიფარება მეთქი იმიტომ რომ უფრო დიდი მზაკრობა იგეგმება ჩვენი ქვეყნის ფიზიკურად არსებობის წინა გეუბნებით მეთქი და რავი ხვალ გვიანი არ იყოს არ დაუჯეროთ არავის რომ არც ჯორჯიანთაებს არც იმეთს არც გამორიცხული თემაა ეგა ყველა გატყუებთ მეთქი ხალხო რა ვიცი მეც ხო შემიძლია გავჩვენე ვაფშე არ ჩავერთობი კაცო მაგრამ როცა სასწორზე რაღაცა დგას ბიჭო მე ჩემ თავს ვერ ვაპატიებ გამოსული ვიყავი და გეთქვა შეშობელ ძაღლო ვისი შეგეშინა კომენტარების გინების აი ეს არის რომ კიდე რაღაცას გამოდიوار და რაღაცას ბოდიალობ რა თორე სიმართლე გითხრა ისე ვარ მიგრუზული რომ აღარ სურვილი აღარ მაქვს რა просто ღმერთის წინაშე და იმის წინაშე მინდა ვიყო რომ ბიჭო რა თქვი და ხა ჩემთან ხო მაინც ვიქნები მართალი რა თუ იმედა კომენტარები შემეშინეთ აქ არ ვიყავ შემაგინეთ მაგინე რა თელი ლიბერასტია მაგინებს შეკაცო და თელი უკრაინა იქით ბენდერები იმას მეტი რა უნდა შემაგინოთ კაცო ბიჭო რა ვიცი ხო აი ესია თეკლა და როგორ ავთქო სხვა ენა მე არ გამაჩნია ისინი დგანან და აი მე ისო კაი ბიჭიაო მაგრამ ისო ინტელექტუალური ლაპარაკი არ შეიძლება მე გადარჩე შეშობილ ძაღლო აგერე იმედზე და რავი ულუღურეთ იქა კაცო ისეთი ჩახალხაზებულები კაი დავარცხნილები გამოდიან ბიჭო რამე ისეთმა უფრო თქვენ არიცით просто არ გაძლევთ საშუალებას იცი რა არის ჩემზე ადუბრაზდებით მე არ გაძლევთ საშუალებას მოსვენების რა თავის მოტყუების მოსვენებას არ გაძლევთ რა სიმართლე ეგ არის კაცო თქვენს კარგად იცით რომ მე რასაც ვლაპარაკობ ზუსტად ეგრეა ზუსტად არც მეტი არც ნაკლები კაცო რა არის ყვატი ხილი ერთი ამბავი ორბანმა თუ იბა რა ქვია რუბიო მორდარეკა ორი დღე დედაუტირა ბლად თელი სოციალური ქსელები ლიბერასტები ეპშტეინელები რამე ყველანი ერთ ამბავში ვიყავით მაგაზე ერთი შოთა მარტინაკომ წაიღადავა და კიდე ყურბილი შეშობელ დაღლო არა ვარ კობახიძეო კაცო რამე ბიჭო რამე ესე არა მე რამე ხვალ მეჩვენება კაცო რა გადაგეთ ნებისმიერ ლიბერალურ ეფშენდუ ტელევიზიაში არ არის მოწოდებები ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვის
თუ მარტო საშიში მარტო გონიათ რუსეთთან აჩართო ომის ბიჭო რავი აგვერ თუ შევხედავთ ირანელების რა ვიცი მე მგონი აჯუძგეს კაცო სამ დღეში მთელი ამერიკა მთელი შენი ნატო კინაღავ შევიგიდე ერთი რაღაცა გაუკეთეს რა მთელი სპარტეთის ყურე იწვის მეთქი ხალხო შენ დაჟე თურქეთი არ გაგიტარებს ამას რასაც შენ აკეთებ დაჟე თურქეთი არ გაგიტარებს თუმცა ეხლა რასაც შენ იმიტომ რომ იმან ბრწყინვალეთის ირანის დაცემის შემთხვევაში თურქეთია რიგში კაცო და არც აზერბაიჯანი გაგიტარებს კაცო მაგას სომხებს გაანებეთ სამი დივიზია დგას კაცო იქა ფეხები არ მოჭამოს სომხებს შენი კითხი აქა თუ თურქეთი დაუშვებს აქ რაღაც თვითონ შემოვარდება კაცო იმიტომ კი არა შენს ძურხა თავის ქვეყანა გადაირჩინოს კაცო ესია რა ვიცი გუშინ სატელეფონო საუბარი ქონდა ერდოღანთან და რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ილაპარაკეს 47 წუთი კაცო რა იმაზე მელაპარაკებით კაცო რატომღაც სირიაში ყრის რუსეთი ირანიდან წასულ რაკეტებს არ ჩავიდეს თურქეთის ტერიტორიაზე ინჯის ბაზაზე რა ვიცი ხალხი ვართ რა ვიცი რა მოხდება ნუ ივან ნაფიკ მე დავდგებით რა ვიცი აი კიდევ მეტი არ მინდოთ ეგრე ყოველ ჩარტოზე ერთ დეგე ვილაპარაკოთ მის რასაც ასე არა ხალხისაც ახლა თუ მარტო იმიტომ ხალხსაც მობეზდება აი ბიჭო ეს წინა კვირას ხო თქვი აღარ გინდა იცი და იგივე ლაპარაკი მე გითხარით ის რაც მოხდა მე გითხარით იქ დაჟე პირობას გაძლევთ რასაც მე ვთქვი თუ არ შევეკითხო მარია ზახარობას მე ვიყო უკანასკნელი კაცი იმას კი შევეკითხები რომ საქართველოს დაუთმარდავთვა რუსეთი როგორ უყურებს ამ საკითხს რეგიონში არ დაუკონკრეტებს საქართველოს შეგნებულად არ დაუკონკრეტებ რა просто ვიტყვი რეგიონში ესეთი რაღაცები რო ხდება რუსეთისთვის მისაღებია აი ესე დელიკატურად იმან ცოტა დიპლომატია და შეიძლება ის მე ვიცი ისაც მიპასუხებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის იღებს გადაწყვეტილებებს თავის ვინ შემოუშვდა მინდა ხო ვიცი ზოგადად დიპლომატიურ პასუხს გაგცემს რა თქმა უნდა ის ახლა მიპასუხებს რა ფორმალურად ეხლა უყურე გამოსავალზეც თუ შეგიძლიათ საუბარი და გამოსავალზე ყვირის ბატონი პაატა ზუსტად რამდენი წელია უნდა გამოფხიზლდეთ სხვა არაფერი არ გვეშველება მეტი გამოსავალი რა გინდათ რო გითხრათ ხალხო არც მე ვარ ხელისუფლებაში არც ბატონი პაატა არის გადამწყვეტილების მიმღები ამ ხელისუფლების მხრიდან საგარეო კუთხით იქნება სამხედრო კუთხით იქნება ჩვენ არავინ არაფერს რო გეკითხება ხო ხედავთ არა ჩვენ საუბრობთ იმ პრობლემებზე რაც არის და ერის გამოფხიზლებაზე გვაქვს საუბარი თუ არ ვისაუბრეთ, ისევ იმ ჭაობში ვიქნებით. იმიტომ რომ გადარხთავთ არხებზე ზოგან პეპლები და ყვავილებია და მშვიდობაა და ყველაფერი კარგად არის, აქეთ გადართავთ და ომის შემფითილებელი სიტუაცია და ირანის ხელოვნურად გამღიზიანებელი მდგომარეობა, მაშინ როდესაც აქეთ ირანის საელჩოს მხრიდან ოფიციალური გამაფრთხილებელი ნოტაა ფაქტიურად გამოშვებული, ცეცხლს ვეთამაშებით ძალიან ამაზე მეტი გამოსავალი რა გითხრათ ხალხო. თუ კი არ გამოფხიზლდებით და ჩვენს ხელისუფალს არ ვაიძულებთ რომ სწორი ნაბიჯები გადადგას ამას ვყირივართ უკვე წლებია თუ კი არ შევუშალით ხელი ამ არასწორი თვით დინებით რომ მიყვებიან როგორც ბატონი პაატა იტყვის ერთი დღე გაივლიდა სლავა ბოგუ ჩავატარეთო და აი ესეთი ზიან ხოლმე აი მაგის საშუალება არ უნდა მივცეთ ხალხს უნდა გვახსოვდეს რომ ძალა ჩვენ ხელშია ჩვენ მიერ არიან არჩეულები მნიშვნელობა არ აქვს მე მივედი არჩევნებზე მოვაწერე თუ არა მაგათ სასარგებლოდ ხელი არჩევანის გაკეთების დროს თუ სხვის სასარგებლოდ მე მინდა თუ არ მინდა საერთო ჯამში ჩვენი ხელისუფლებაა ხო ოფიციალურად არის ჩვენი ხელისუფალი და ამიტომ უნდა აიძულო რომ აი ცოტა მოტრიალდნენ ამ ქვეყანას მეტი გამოსავალი არაფერი არ არის იმიტომ რომ ბატონ პაატას არავინ არ მისცემს ეხლა მართვის ბერკეტებს ხელში სამსახურიდანაც კი გამოვაგდეს იმიტომ რომ ძალიან ბევრს ყვიროდა ეკლა ტელევიზიიდან დაწყებული შენ გადაცემაში ორივე კვირას თქვი ჩემი გამოსავალი ერთადერთი გამოსავალი სხვა მთვა სხვა რა არის მე ჩემი გამოსავალი გითხოვეთ გადავიყვანოთ ჯარი თურქეთისა და ახალციხის თურქეთის საზღვართან всё რო შენთან კი აღარ გქონდეს პრობლემა ამასთან გქონდეს პრობლემა მორჩა კინო
დამთავრებულია შენი პრობლემა არის დამთავრებული კაცო. შენ პრობლემა აღარ გექნება. თუ შენ ამბობ რომ მე ძმაო იცი რა მე სუვერენიტეტი და ეს რა ქვია ხო რავი აი ეგ კითხეთ კაცო თქვენ ეხლა საუდის არაბეთს, კუვეიტს, ყატარს, რა ვიცი ერაყს კითხეთ და ისინი გეტყვით რას ნიშნავს საერთოდ სუვერენიტეტი. ესე ფიქრობდნენ კაცო ისენიც არანორმალურად გამდიდრებულები. სად წაიღოთ ეხლა ხო იცი რა პრობლემა აქვს? ოქრო როგორ გაიტანონ? სად წაიღონ ამერიკაში არ უნდათ წაღება ამ ოქროსი? $1 ტრილიონ ოქროა ჩადებული, სად წაიღონ ეს ოქრო არ იციან. ღმერთმა შემა ირანელმა დაუბომბონ, კაცო დაადრონ ის ოქრო. შიმშილის პრობლემა იწყება უკვე იქ. პროდუქტი საიდან შედის? აბა მითხარით, საიდან შედის პროდუქტი? ვაფშე საიდან შედის? შედიოდა ზღვით, აღარ შედის. ეხლა თვითმფრინავით რამდენი უნდა ჩაიტანო? გაცარიელდა ქალაქი, გადიან ბანკები. აგე გუშინ წინ ამაზონს დაარტყა. ხარ ნახოთ რა მოხდება, კაცო. ჯერ ხო წინა კვირასთან შედარებით ხო უფრო გაუარესდა სიტუაცია. ხო არ გაუმჯობესდა, კაცო, გაუარესდა. ყოველდღიურად ძილდება ბატონო პაატა სიტუაცია და ამას საფონდო ბირჟებს ვინც თვალს ადევნებს მარტივად მიხვდება. ამიტომ ვამბობთ, ეკლა, ამიტომ ვამბობ ხალხო. ერთმანეთს შეეგუეთ, კაცო. ბიჭო, შეიძლება რავი, მე ხლა მითხრა რომ ხელისუფლებას იცავ. არა კაცო, ეს გითხარით, მე თქვენ პირველად გითხარით, ეგ თქვენ იანვარში. რომ ეს პროცესი ხელისუფლებასაც უთხარი. ამ ფასები როც დაიწყე, რომ ფასები რომ დავაკლებ, ვერ დააკლებ, კაცო, პირიქით ხალხი მოამზადე, რომ ეს ღრუბელი რომ მოდის, ბიჭო, გადაიკეტება ეს გზები და უფრო გაძვირდება, კაცო. მოამზადე აქ რომ ადამიანი მომზადებულია და სწორად ინფორმირებული რო არის, კაცო, ის უკვე თავის ოჯახის გადაჩენაზე ფიქრობს. შენომ გამოდიხარ და ჩვენ 8%-ით ეკონომიკა მოიმატა. ბიჭო, რავი, ბაცივარი გამოვაყიდა და თაგვზე თავი ქონდა ჩამოხრჩობინა, ამის დედავატირე, კაცო. ბიჭო, რას მატყუებთ, დედა მატყუებთ, ბიჭო, გადავირიე, კაცო. ბიჭო, რატომ მატყუებ, კაცო? ტყუილს რატომ ბიჭო, არ ტყუდები, ხო დაინახე რომ აღარ ტყუდები, ხო ეს დედა აფეთქებული, თო. ბიჭო, უთხარი ამ ხალხს მართალი უთხარი რომ ბიჭო, შენზე არ არის დამოკიდებული ხორბალი, ნავთი, გაზი, რა ვიცი, სასუქები, რაც სტრატეგიული პროდუქტები, რათა შენზე აღარაა დამოკიდებული, კაცო. ყაზახიდან წამოსული ნავთი ვინ გაგიჩერათ? აზერბაიჯანმა გაგიჩერათ? რა ვქნათ ეხლა? თუ შენი ნავთობი გაქვს რამე? ბიჭო, რატო ვიტყუებით მეთქი? ამათ რატო უღირს ეს ტყუილი მე ვერ გავიგე. რა ჩვენა დებილები ვარ თუ არ ვიცი გადაკეტილია გზები? ეს არ არის გადაკეტილი, როგორ არ არის გადაკეტილი? ყაზახიდან წამოსული ნავთი ვინ გააჩერა? აზერბაიჯანმა არ გააჩერა? ჩვენმა მეგობარმა სტრატეგიულმა. ბიჭო, რავი, ხელისუფლება ხარ, ბიჭო, კერი ხო არა ხარ, კაცო ბოლო. ხარ და ამ დროს გამოდიხარ და ჩვენმა ესე იგი ინდექსით ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ვარ თუ ბიჭო მე არა რა მასხად გვიგდებენ რა და რო ისა 8% ეკონომიკა მოიმატაო თუ მოიმატა რატო გაძვირდა კაცო ყველაფერი ნეტა შუა შეხებოდნენ ამ ფაზებში რა შენ აბა ეს ოლიგარქები დეტყობა გადაეკიდნენ და უმატებენ ფასს კაცო. ის პერიოდი რაღაცების გადასაფარად ეს თემა ჭირდებოდა ჩვენ მიჩვეული ვართ და გადაფარვაზე მინდა გკითხოთ ჩემზე მეტი ცხოველთ მოყვარული თუ ვინმე არსებობს ბატონო პაატა ამ ქვეყანაში მე მგონი ცოტა მეგულება სიმართლე რომ გითხრათ იმიტომ რომ ჯერა და სულძაღლიანი ვარ თუ სადმე რამე შესაფერებელი ცხოველს ვნახულობ ყველას ვიფარებ მაგრამ ეს ამბავი ძალიან მთელი ამბავი იყო ატეხილი მე ზუსტად ვიცი რომ გადაფარვის თემა იყო და ხმა მაგიტომ არ ამოვიღე მაგრამ მე თქვენ პოსტებს ვადევნებდი თვალს და მეცინებოდა იმ რეალობაზე რასაც ნახულობდი ორი სიტყვა ამაზე ძამსაგიჟეთზეც თქვით რა ეს ჩვენი ნაწილია ეს საგიჟეთის ხალხი ჩვენს ქვეყანაში არიან ბატონო პაატა და ვერ გავექცევით უნდა თქვათ რამოდენიმე სიტყვა კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო არ პიტბული და მე პიტბული აი რავი ფანატიკურად მიყვარს ეგ ძაღლი რა პიტბული ეხლა ვისაც პიტბული ხავს მიხვდება რა
დაჟე როგორ აყვას იცი? აი ჩემ პიტბულზე რო დავდო, აი 10 სურათი დავდოთ, ვისიც გინდა. მაგრამ ერთი იყოს მიშას სურათი. მიშასი, სააკაშვილის. თუ გინდა 9-ზე დადეთ თქვენ სასისკის ნაჭრები. მე შემოვალ და ვეთქვი, სად არის მიშა? თუ სხვა სურათი დაგლიჯა, თავს ვიჯარიმებ. ანუ მართლა გეუბნები. რა გეცნობა? აუროს საყვარელი კომენტარი იყო მოკითხვა ჩემგან დიდი პატივისცემით. მართლა ხოდ არა რატო გეუბნები? ძაღლი მაგარი მევასება რა ისა თამოშნი აქვს ჩემთან კაცო იცია რომ რო ჩავდივარ კიშკას ჩაუტან ხოლმე იქ რაღაცებს კაცო მაგარი მევასება ეგ ძაღლები რა თუ აი ძაღლი საერთოდ ბავშვობიდან კაცო აი სკოლიდან და იქიდან მაგრამ ბიჭო ერთი წუთით რა კაცო ვიღაცა ეპშტეინელმა გადაიღო რაღაცა კვამლი გაიგეშეთ აი 2 კილომეტრში კვამლი ამოდისო სუნი მომდისო სუნიო გაიგე ბიჭო გამაგებინეთ კაცო ჯერ ხო მარტივია ბიჭო სახში ფეჩი დაგინთიათ სპიჩკას რო ასე რო აანთებ სპიჩკას რომ მიდან ის ხო ფეჩზე გეუნები ხო იწოვს შიგნით კაცო შენ გესმის რომ იქ არის მართლა არის რომ აი ეს წვავენ ოღონდ რომ უკვე გარდაცვლილებს რა დაბრედილებს ესე ვთქვა. ასე ხარ რა გაწოვა აქ იმას რომ მაღლა 2 კილომეტრში როგორ მოდის ეს იმისუნი კაცო. რას ღაბრებს მიყვებით აქ და ააგორეს და ვინ ააგორა? ორგანიზატორები ნახეთ ვინები არიან კაცო. ბატონო პატო, მტკიცებულება სად არაფერი არ დევს. მე მგონი და ვარაუდები. მე არ ვამობ თეკლარო სხვა რამეა მე მაგალითად არ ვიცი მე არ ხარებს მაგრამ ამ ხელისუფლებასაც აგეს ბიჭო გამოიხედე კაცო აქეთ მოკიდე იმ კაცს ვინც ეს ჩართულია ამ საქმეში 23 წელია ამ საქმეშია ითანამშრომლე კაცო მიიყვანე ანახე ის ჟურნალი თუ არის ხო არის კი იწერება რაღაცა რა ესე ხო არის რაღაცა აღრიცხვა ხო არის ხო ფინანსდება ეს რაღაცა სადმიდის ეს მაყუთი ხო არის რაღაცა რა კაცო ხო უნდა აღწერო აუდიტორო ჩამოვა და ის ხო უნდა ესე იგი მიიყვანე ის კაცი ანახე ჟურნალი რომ არა ბატონო ესეა გარდაიცვალა ამ დღეს ამად ამ დიაგნოზით და ვსო ითანამშრომლე ხო ამ ვინც 23 წელი ამ საქმეში კარგად არის ჩახედული რატო იქმნი პრობლემას ხელისუფლება კაცო? რატო აძლევ დესტაბილიზაციის საფუძვეს მეთქი მაგის თქმა მინდა კაცო? გვაკლია მიზეზები? ამათვაც ააგორეს ეხლა თანაც ვინც მანდ გავიდა იქიდან რო დაბრუნდნენ დაწმულებული ვარ აი სახინკლეშიც შევიდნენ აი ლულა ქაბაბის ამოუწეს საწებელაში გაიგეშე და თითქოს ის ძროხა ის ღორი აი შერეული უყვართ ძალიან შერეული გაიგე წვნიანი არისო წვნიანიო უფრო თითქოს იმ ბოჩოლა თუ ხბო არის იმას არ ტკივა რო კლავენ და აქ იდიდი ხმასაც არ მოიღებდით ეკლა საპატრიარქოს და ღვთლებებზე რო არ გადასულიყვნენ ხმასაც არ ხო ვიცოდი რომ ეს თემა მაინც ჩაიფარცხებოდა იმიტომ აზრი არ ქონდა რა მაგის აწევას რა შეიძლება ერთი დღიანი თემა ყოფილიყო ესენი რო ღვთლებზე გადავიდნენ გინებაზე აი მამა სპირიდონი რო არის ხო თქიფულიშვილი ბიჭო რა უთხრა ხალხო უფრო მნიშვნელოვან რაღაცაზე აუხერდეთ თუ ასახელმებელიაო ბიჭო ერთი გენახა ამდენი აბორტებია ამდენი დანაშაული ხდება ამდენი სფერო ჩამოშლილი გაქვს ეკონომიკურად შენ ქვეყანას როგორ უჭირს და კი ესენი ციფრებში გვიხატავენ რაღაცებს მაგრამ რეალობას ხო ხედავ და ამაზე არ გამოდის ეს ხალხი და ესე რამ გადააგიჟათ ერთ დღეში და ერთ საათში შემოგვებული თემა მაგას არ ავყვებოდი მეთქი ხმასაც არ გავატარებდი კაცო მაგისთანები ხდება ეგ მაგრამ უყურე პროსო მოზღლებს რო შეეხნენ ამას აღარ გაუტარებდი და მე ჯიპებიო სინოდის წევრებს შეეხნენ და მოკლედ როგორც არის ამიტომ ცოტა აგრესიულადაც გამოვედი რა ხო მაგრამ უყურე აქ რაღაცა მე რომ მეგონა
იქ დავწერე 256 აბორტი კეთდება 1000. 256,000 აბორტი კეთდებაო. დამირეკეს საპატრიარქოდან 256,000 როგორმე ავიტანდითო კაცო. აი 380 ყოფილა კაცო წელიწადში. 9 მილიონ ბავშვა ვყლავთ. გაიგე, ჩვენ ხო დემოგრაფიით ახლა ერთი 150 მილიონი ხო ვართ კაცო. ახლა დიდი ამბავი ახლა 9 მილიონი 6 თვიდან 8 თვამდე ბავშვი ახლა დაჩეხი და გაატანე კანალიზაციას. რა პრობლემაა კაცო. გაიგე შენ. აი ესეთი არაადეკვატური აი ეს არის ჩემი კომენტარი. კიდე შეეხებიან საპატრიარქოს, ვინც არ უნდა ის იყოს. კიდე გამოვარდები და კიდე ესე დაუწერ. Вот так. თითქოს ხო მე თქვენს რომ ღმერთმაო ძაღლი და კატაო მოსაფერებლად გააჩინაო და ისინიო საჭმელათო კაცო. ბიჭო წამაკითხეთ მეუთხე საწერია მაგი მეუთხე. სად დაწერი სად წაიკითხეთ ეგ რომ შეგილიათ ხბო ადგენ და ყელი გამოჭათ. რას გიჟობენ აი ეს ავატყობ ნუ ეპშტეინული აზროვნებაა და ეგ არის რა. აი ეს ჩემი კომენტარი მაგაზე. იდიოტი ბლядь. მადლობა ბატონო პაატა, სწორი შეფასებისთვის. რეალურად ისეთ რაღაცაზე ჰქონდა ხალხს მწვავე რეაქცია და უცებ გამოცვიდა ქუჩაში, გული დამწყდა და გული მეტკინა რა კუთხით. მართლა რეალური პრობლემები რაც არის ამაზე ნაკლებად რეაგირებს ხალხი და აი მაგ კუთხით რო გვაქვს სამუშაო და შესაძლებელია საზოგადოება მართლა რეალურ პრობლემებზე ჰქონდეთ ხოლმე რეაქცია. აი ეგ მაშინებს ეგ ფაქტორი. ადამიანზე მეტად რო შეიძლება ცხოველი უყვარდეთ, აი ეგ მაშინებს სიმართლე რო გითხრათ. ეს ხო ქართველი ხალხია, ის ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, ესენი ხო არ არიან სხვა ქვეყნის შვილები, ჩემი ქართველები არიან. და ადამიანზე მეტად რო ცხოველი უყვართ, ადარდებთ და ცხოველი ტკივად და ადამიანის ტკივილს ნაკლებად მიაქვთ გულთან, აი ეგ მაშინებს ეგ ფაქტორი. ეგლა მოკლედ მოდი ესე ვთქვათ რა ჩვენ ხალხიც არ გადავუღალბურე რა. წინა კვირას რაც მოხდა აუხსენით, რაც არ უნდა მათმა ალამაზონ და რაც არ უნდა მათმა ეხლა იყვირონ. აქ უკვე იმათმა გადაწყვეტილებები მიიღეს. 100%-ას გეუნებით. მილიარდ პროცენტიას გეუნებით. და ერთი განცხადებაც რომ გულაშვილი გამოვარდა და ისო რუსებთანო იქ მოლაპარაკებები მიდისო, ხალხო ხატზე დავიფიცებ. მსგავსი არაფერი არ ხდება. ჩერეს ბელარუსით რაღაცა, მაგრამ ეს არის რავი ჭიღპიღ რაღაცა, ეს აზრი არ აქვს იმას, რავი, არაფერი მნიშვნელოვანი. ნუ იტყუებით მალხას გულაშვილს თონები. არაფშენ დერეთი რომ ციყო შენ არავით საქმეს კოჩი არ ჩაგახედებს. მაგრამ გეუნებით 100%-ია აფშე არ მიდის. საერთოდ 0. გარდა იმისა, რომ აი ხლა ეს ყველგან ხდება საერთოდ ყველგან ხდება რომ აი ტერორისტული რაღაცა თუ ახდე ინფორმაციის გაცვლა გამოცვალო აი ტერორისტული თუ ინფორმაცია რომ საქართველოს უნდა მოხდეს ტერორიზმი ხო ის ჩააყენ და რუსეთს აქ ეგ ინფორმაცია მიაწვდის ასევე საქართველოს და ნებისმიერ ქვეყანას რა აი ამ დონეზეა რა დაში არაფერი არ ხდება ტოპიკშია შესული გუშინ გახსოვს კოსოვოს მე ჩემ ტელევიზიაში წავთქვი და აქაც მინდა გავიმეორო რა ეგ სიტყვები როცა კოსოვო ეპშტეინელებმა მართლმადიდებელ სამყაროს წაგვართვეს ხო და აღიარეს ესე ვთქვა რომ რავი გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი და თქვა რომ ჩვენცა გვაქვს იუნასიეს დამაშნე ზაგატოკი ჩვენცა გვაქვს საშინაო დავალებები რა ხო ჩვენცა გვაქვს რა ჩვენი საშინაო დავალებებიო აი სამალიოტის დაჯდომები და რაღაცეები რომ მოხდა აქა ხო რა ვიცი გაჟღერდა ეგეთი სიტყვები და რა ვიცი რა გითხრა კოსოვოს პრეცედენტი სარკისებულად გადმოვიდა ჩვენზე საქართველოს აისახა პირდაპირ აისახა საქართველოს პირდაპირ აისახა ხო რა ვიცი ესე ილაპარაკეს იქაც და რა ვიცი ვერც ბოჭორიშვილი გვიშველის ვერც ბიძინეევანიშვილი ვერც ყობახით და ვერც კალაძე ერთად აღებული სუყველა გამორიცხული თემაა კიდე სიტუაცია იმ აი გუში რასაც უყურე ერაყის კადრებს
ანუ შემიძლია თქვა რომ დღეს ხვალ უკვე ერაყიც წონასწორობას დაკარგავს. გამორიცხულთა ვის ვეღარ დაიჭ აქ ამბებია მე როდისა ვთქვი შენთან. აქ ცეცხლი დაინთება აგერ თქვენ და აგერ მე კაცო. თურქეთი სადამდე დაიჭერს სიტუაციას შიგნით ეგ არავინ არ იცის. იმიტომ რომ სუნიტური კი არის ქვეყანა, მაგრამ 60% მაინც შიიტი ცხოვრობს იქა. ამიტომ ცოტა აი ესე უყურებთ. ალბათ იმიტომ იყო რა რუსებთან ეხა ერდოღანის და ამის საუბარი. ხო არ ვიცი რა ვიცი რა გითხრა. ამ დროს ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ. ნუ მოვიტყუოთ თავს. რა ბენზინი ეხლა ის ხალხის ჯანი გამოვდეთ. თუ რა ქვია ეს ქართველი სოციალ-სოციალისტ პარტია რა. სულ ავიტყდებეთ მაგათით რა. ხო აი ეს ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა ბენზინი არა ის გაუთავდა კაცო. ყვატი ეს რაღაცებს ბოდიალობენ აი ვიტვიტები და რაღაცები ესენი. ბენზინი გაუთავდა. ამიტომ ჩვენ ქვეყანამ განცხადება გააკეთა. დაუკვირდით მაგ განცხადების მაგ ნაბიჯის გადადგის მერე ფორმულა TV პირველი სტუმრები როგორ ბაზრობდნენ. ახლაო თუ საქართველოს მთავრობაო გონზე მოდისო ნახე რას ამბობს რა. ხო ახლა ჩვენ ეს უნდა დავინახოთო. არ იყო ეგეთ ლაპარაკი. როგორ არ იყო? ერთი სიტყვა ბიძინა ივანიშვილზე ცუდი ვერ ვთქვა. ერთი სიტყვა არ იყო ცუდი ნათქვამი იმ დღეს. იმ წუთში გახდა ქორწინება, ჩვენები ყოფილიან კაცო არ გწოდნიაო. ხო არ მეშლება რამე. ამიტომ მათ მხარდამჭერები ამ საკითხში მე ხო ვამბობ ეს ერთი იდეოლოგიის, ორი ეპშტეინური იდეოლოგიის ორი მხარეა, კაცო მინუს პლუსი. всё. სტრატეგიულ საკითხებში ეგენი ერთნი არიან ხალხო. რა გითხრათ მეტი? ეს არის განცხადება და რა ვიცი, მე მგონი რომ მაგ სამყარომ წააგო. მე მგონი რომ თუ შეხედავთ ტრამპის, რა ვიცი, მე მგონი რომ წონასწორობა აქვს და ტიპი სად არის აზრი არ არის, კაცო. რაღაც სიგიჟებს ამბობს, აი ხო ყველამ ვიცით, რომ რაღაც დღეს რო იტყვის 5 წუთში რა თქო ის აღარ ახსოვს. ჯერ დაბერდა. გუშინ საავადმყოფოში ყავდათ სამხედრო ჰოსპიტალში. ის ამ წელს აღარ იქნება კაცო პრეზიდენტი, აგერ თქვენ და აგერ მე კაცო. მაგას ის შეასრულა, რაც დაავალეს. всё, მაგი ისვისაც მოიყვანეს ის შეასრულა, კაცო. всё, მაგან ამოწურა თავისისა. ამოწურა უკვე. კი ბატონო. თანაც გუშინ ჰოსპიტალში რო გადაიყვანეს, კადრები მაქვს, კაცო. რო გადაიყვანეს, ეს არის წინ საზოგადოების მომზადება იმისთვის, რომ პრეზიდენტი უნაროა, კაცო. всё. და ნიძლებსაც მოვიგებ ერთ კაის იქ მოსკოვში. დაინძლევებული ვარ მაგაზე, რომ ამ წლის ბოლომდე არ იქნება ეს კაცი, კაცო პრეზიდენტი. თქვენ ეს პროგნოზი წინა ლაივში გააკეთეთ და ველოდები სიმართლე რო გითხრათ. ეგრე, აი ეგ მაგას ნიშნავს, კაცო. საზოგადოება, ამერიკული საზოგადოების მომზადება იმისთვის, რომ ეს პრეზიდენტი არის დაბერდა 86 წლის კაცია და ნუ რავი, всё რა. უნარო ხდება. ეს აუცილებელი კი არა მოკლა. რატო უნდა მოკლა? დაბერდა კაცი, რა ვიცი. ვეღარ იკავებს რა ვიცი და всё. გაზდის წინიდან და უკინდა და დაბერდა რა მორჩა. ასე იქნება ეს. მე რა შვებიან ესენი? ესენი რა შვებიან მე ესენი? მე ახალ გადალაგებას დაიწყე. გამოვიდა თეკლა გამოვიდა ბელარუსის ლუკაშენკო. უყურე? სად რას ამბობს ლუკაშენკო? ლუკაშენკო ამბობს რომ ის შეყარა რა გენშტაბი. თავის გენშტაბი შეყარა ეს სამხედროები და პირდაპირ უთხრა რა. დამთავრდაო მშვიდობაო. მშვიდობა დამთავრდაო კაცო. ყველა ვებზადებით ომისთვისო. ჩემი სიტყვები ხო არის რომ ყველაფერი იწყება უკრაინის მერე მეთქი. მარტო ჩემი სიტყვებია კაცო, ომი არ დაწყებულა. მე კიდე ეხლაც ვადასტურებ რომ რამდენად მოესწრება ფიზიკურად წელს ეგ ამბავი. ხო არ ვიცი. მაგრამ რო იქნება ეს გარდაუვალი პროცესია. ამიტომ
უკვე აი ეს აი ни один из вас должности если вы откроете რამდენ ჩემ ხო მაინც აგერა მაგ რა ხო არ ჩაგე აგერა მაგ ისისა რა ანუ ტიპი ამბობს ეგეთ რაღაცას მეო შევამოწმეო მე ხა გადავამოწმ ყველაფერს ის დრო დამთავრდაო რომ ჩვენ რაღაცასთვის ვემზადებოდით არაო შვიდობა დამთავრდაო სანამდეც დავიჭერთ სიტუაციას დავიჭერთო მე ხა ხალხის გასაგებელ ენაზე ვლაპარაკობ ხა სამხედრო ენაზე ვლაპარაკებოდა მაგრამ ხალხის გასაგებელ ენაზე ვლაპარაკობ 454 ადამიანი გვისმენს სანამდეც შევინარჩუნებთო მაგრამ იცოდითო რა ის დრო დამთავრდაო რომ შარშანთი მშვიდობა რაღაც ეგსო გეკითხებით რისთვის ემზადებია ხალხო ჩვენ რეგიონზე აღარა ლაპარაკი თეკლა შენი თაობა და ჩემი თაობა გასაგები შენი თაობაც ვერ მოესწრება ამ ომის დამთავრებას ხალხო ეს არ არის რაღაცა ეს არის რელიგიური გლობალური ომი კაცო აღარავინ აღარ გაუტარებს ამდენ გენოციდს ბიჭო რავი როგორ გითხრათ ხო ენაზე კაცო რა ევროპა რის ამერიკა ხალხო რავი გადარჩით ბიჭო შენზე დიდი და მდიდარი ქვეყნები იყვნენ რა ვიცი დღეს იწვის ვაფშეტა იწვის კაცო გარბის იქიდან ხალხი რავი უცბად აქ არ ამოყონ თავი უცბად გახდება ეს ქვეყანა 10 მილიონი მერე რა მიწები ნაკიდია ბატონო ბატა ერთი შეკითხვა იყო ესეც არ მინდა გამოგჩეს ოფიციალურად დადასტურდა წყალქვეშა ნავები დააყენა ჰორმუზის სრუტესთან რუსეთმა და ბატონო ბატამ თუ იცის რამე ამის შესახებ თუ შეუძლია გითხრასო ეგეც გითხარით და ერთი შეკითხვა კიდევ სამხედრო თვალსაზრისით კითხე რას ფიქრობს სახმელეთო ოპერაციაზეო ჩვენ გქონია ეს შეკითხვა აქამდეც მაგრამ სხვადასხვა მსმენელია ყოველთვის ბატონო ბატა და კიდევ ერთხელ განმარტოთ ესეც და ისიც აღუნიშნოთ რომ უკვე ამერიკის თქმით ვადა მოეწურა სრუტის გახსნაზე და იმუქრება მთელი ამბით ამაზეც გააკეთეთ ცოტა პატარა კომენტარი წყალქვეშა ნავი ჰორმუზის სრუტესთან არ დგას კაცო მანდ არის რა სიტყვები ის მოკლედ მანდა ჩინ ანუ იმ ქვეყნებს რომლებსაც ატარებს ირანი მისი უსაფრთხოების გაცილების თემაში ჩინელებს და რუსებს აქვთ იქ წყალქვეშა ნავი ჩადება ანუ ჰორმუზის სრუტეს რო გაივლის ხდებით მე პროვოკაცია რო არ მოუწყო იმისთვის არის ეს ჩაყენებული აი დაუშვათ გაატარა ჩინური გემი, გაატარა ინდური გემი, მოგატიეთ, მაგრამ ესპანური გემი. ო так. ხო, და აი ჰორმუზის სრუტიდან სანამ მე დაუშვათ ინდოეთი არ შეუწყლებს. ანუ ჰორმუზიდან გამოსული ტანკერის უსაფრთხოებისთვის დგას მანდა. ეხლა ამათმა დაწერეს რომ ჰორმუზის სრუტეში ჩადგა ბიჭო, კაი ხალხო, ნუ კაი. არ ჭირდება ინას მაგი, კაცო, ჯერდი არა, მაგის აუცილებლობა. მეორე რა იყო თეკლა? მეორე კითხვა? მითხარი გამახსენი, ხوار შემეშალა. მეორე შეკითხვა იყო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით თქვენი როგორც სამხედრო პირის აზრი აინტერესებთ. მეთქვი, სახმელეთო ოპერაცია, აი თავი გამიშკდა კაცო ხან ის რომ კუნძულზე დაჯდება და რაღაცა ნუ ეგს გაპარია როგორ არის იქ არის აი თვითონ უყურებთ აი ეს საცაყელი რო არის ვიწრო ყელი იქიდან იქ იმ ყელიდან გადანახე რომ ერთი ნუ 100 კილომეტრამდე არის საშუალება გადაჯდომის ირანის ტერიტორიაზე რატო იცი იქ გორებია რა მაგრამ ეგაც ახლა ჩემი ფანტაზიის რაღაცაა აი ეს იმას ნიშნავს რომ აი როგორ უნდა გააკეთო მე არ ვიცი აი გუშინ ჩასვეს ვერტალიოტები დასვეს ეს ვერტალიოტები და რამოდენიმე ისე ტექნიკა შეწირეს და ნავი ახლა ერთი საათი ვერ გაძლეს
უცბად დატყდნენ, წაიყვანეს და დატყდნენ. გავიგე. კაი ოპერაცია იყო, ვაფშე კარგად გარისკეთ, მაგრამ აი ესე რომ სახმელეთ მე არ ვიცი კიდე სხვა გზა რა აქვს მაგათ. ეხლა 60,000-მდე გაზარდეს. აგერ ტანკეისა მოდის კიდე 13 უკვე რამდენი 5 დღე დარჩა რომ მოვიდეს, კიდე 13,000 უნდა შეუერთდეს. ანუ 73,000-მდე ზრდის. პრაქტიკულად ყველა მოარი უთხრა სახმელეთო ოპერაციაში ვაფშე მონაწილეობის მიღებაზე. ან ის ძალიან გონკებშია, აი ძალიან გონკებშია რაღაცა, ბიჭო, რავი, როგორ უნდა გააკეთოს? სულ აბულაძემ გითხრათ რაღაცა სიგიჟე, თქვენ ხო ლუკა ხო გაგეთ კაცო? აი ჰიპოთეტურად წარმოიდგინეთ როგორ უნდა გააკეთოს, როცა შენ პირდაპირ სახმელეთო ზურგი არ გიმაგრებს მაგას. აი როგორ უნდა გააკეთო მე ეს არ ვიცი. ეს იგივეა, აი ხა მაგაზე კაი იყო ეთნი, კაი რაღაცა გამახსენდა. აქ რო ხალხი ნატრულობდა, აი შარშან წინ იმის წინ ნატოს ბაზები უნდა ჩამდგარიყო და ნატოს ბაზები უყურე. ამათ რა გუნდეთ იცი? ნატოს შტაბინაში დებილების ზია. ვინც მაგას ამობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეო ნატოს ბაზები უნდა იყოს ცოტა რაღაცაო. ეხლა გეკითხებით, უყურე გადახედე რუკას. აი, რუკა აიხე რა. 800 რაღაცა კილომეტრი საზღვარი რუსეთი, დაღესტანი, აზერბაიჯანი, სასომხეთი, თურქეთი. მეტი ხო არ აქვს. ეგ არის? ხო მეტი ხო არ აქვს, კაცო. ესე იგი, პრინციპში შენ ხარ არყა შემორტყმული. აი, აქ რო ახლა ადგედა ნატოს ბაზა, აი გახსნას ნატომ ბაზა. დაუშვათ, აი ჰიპოთეტურად მიშას დრო არის თუ რაღაცა, რაღაცა დრო არა. და გააკეთეს აქ სამხედრო ბაზა. ატყდა რაღაცა, ატყდა რა. სამჯერ ავტეხეთ 34 წელიწადში. კიდე ავტეხეთ. ეხლა გეკითხებით, აი ფიზიკურად ამ სამხედრო ბაზას როგორ ამარაგებთ? მე სუფთა სამხედრო გადმოსახედიდან გეუბნებით. საიდან ეხმარებით ამ სამხედრო ბაზას მოქმედებისთვის? ხონდა დაეხმარო, მიაწოდო უკრაინას ორი ნატოს წევრი ქვეყანა ესაზღვრება და აწნის, კაცო. ჩვენ შემთხვევაში როგორ არის ეგ საქმე? 2008 წელს 2 დღე იჯდნენ აი ეს პრეზიდენტები ანკარაში, სანამ ერდოღანი არ ჩაფრინდა მოსკოვში და პირადი პასუხისგებლობა არ აიღო, რომ ერთი დღით შეუშვიო ის პრეზიდენტები აიქო ჩამოფრინდნენ რა, მიტინგზე რომ გამოვიდნენ. რატო იცი, ჰაერი, ზღვა და ხმელეთი გადაკეტილი იყო. კიჭო, გეკითხებით, კაცო, ფიზიკურად ხო უნდა დაგეხმაროს? მორალურად კი არა, ფიზიკურად, აი ჭურვები მოგაწოდოს, რაღაცა ტექნიკა მოგაწოდოს, რაღაცა ზალკული სნარიადები როგორ შემოგაგთ საქართველოს ტერიტორიაზე, კაცო? ფიზიკურად როგორ შემოგაგთ, კაცო? სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნუ გამაგიჟეთ ხალხო. ინგუშებიდან, რუსეთის თუ საიდან? ხო სიგიჟია რა ესა, კაცო? ამიტომ აქ ეს რო გეუბნებოდნენ ნატოში გავწევრიანდე ნატოს ბაზები იყო, თქვენ დებილები ხართ ვეუბნები, კაცო. არ გეუბნები პოლიტიკურ სუფთა სამხედრო თვალსაზრისით გეოგრაფიულად ვერძი ხარ. იგივეა ირანში ახლა. ჯარი ყავს, მაგრამ რო გადავიდე ზურგი როგორ აქვს მაგზარს, კაცო, როგორ ვამაგრებთ როგორ ვამარაგებთ, როგორ გამოყვავთ დაჭრილები, კაცო. გვამები როგორ გამოგვაქვს? ჯერ ადამარხავს მაგდეს ირანში, კაცო, მაგდენ ამერიკელში. ამიტომ ცოტა რაღაცა ასე მგონია გონკებშია ეს კაცი, რაღაცა სიგიჟებს ლაპარაკობს რა. მაგრამ ყველაზე დიდი რაც თუ მე ახლა მაგის კითხვის დასმა მინდა სხვათა შორის, თუ რამის კითხვის დასმა მინდა მე იქითა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ წონასწორ დაკარგული ამერიკა, ბიჭო, რავი, ჩვენ რეგიონია და მაინტერესებს რა. რო გამოიყენოს ატომი? თვითონ არა, ისრაელს გამოაყენებინებს. მე ხო, რა ვიცი, გახდება ეს ჩვენი ქვეყანა სიცოცხლე. ეს ატომი ბატონობა და არ ნიშნავს იმას, რომ მარტო იმ ქვეყანას შეეხება და ამას ვერ იაზრებს ეს. მაგაზე აღარ მარტო, მაგაზე ყველამ ვიცით ახლა ეგრეობს იგი რა თქმა ახლა ჩერნობილის მოაღწია კაცო აქამდე. ამიტომ
მეც უფრო მაინტერესებს რა. ვიდრე ახლა ის ვათქმევენ რომ ჩვენ საქართველოსთან ეკონომიკური ხინკალი ხაჭაპური არ მაინტერესებს იგი არის მაგისთვის ვინც დაუსვას ეკითხოს კაცო მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს ეგეთ რაღაცები. მე მაინტერესებს ეგეთი რამე კაცო ხვალ რო გადაიქცეს ეს ჩვენი რეგიონი მაფრთხილებს ირანის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაფრთხილებს ამაზე. რომ შეიძლება სიცოცხლისათვის უნარომით ტერიტორია გადაიქცეს კაცო. რა ვიცი ის კიდევ შენი განცემა შეეროთ. ის პერევანზე კი არ დადის. აი ეს ჰაერზე მოდის კაცო. ერთი კაი გუშინდელი ერთი კაი ქარიშხალი უნდა და მორჩა კაცო. მე ეს უფრო მაინტერესებს რამდენად სარისკოა. ის ხორობს 15000 კილომეტრის იქით, ოკეანის გაღმა. ის 100 წელი იმას არ შეეხება კაცო. და ანახული ახლა აქ შენ ირანელი მოკვდება თუ ქართველი თუ აზერბაიჯანელი ფეხერზე არ კიდიათ კაცო დაანთო ცეცხლი და წავიდა კაცო მოიყვანენ ვიღაცა სხვა პრეზიდენტი და ის ჩემი ომი არ არის ეგაო გიჟმა ტრამპმა დაანთო კაცო გეტყვით ეგაო ბაიდენმა გააკეთა ჩემი ომი არ არისო და არ უთქვიათ არ მოუძოძგვიათ არ გაქცევლან თუ რა თუ მე ვინმე ჩააგრობს ამ ცეცხლს აქ რავი ესეა ეს არის ძალიან საშიში ძალიან საშიში და ხა ორი დღეა ის ატომის აი ვინც რუსეთი აშენებს რა იქ ატომი ორი დღე ეკრანებიდან არ ჩამოყავთ კაცო სულ მაგაზე მედით ლაპარაკი ალბათ იქ სპეცსამსახურები მაინც გონია რომ რუსეთის სპეცსამსახურები ისინი ალბათ ლაპარაკობენ რა რომ ეგეთ რაღაც არ იკადრო მაგრამ რა არ იკადრო კაცო წადი უთხარი ისრაელს არა ამერიკა თუ გავიდა თეკლა დაიმახსოვრე ისრაელის შეწყვიტავს არსებობას გამორიცხული ეგ მაგაზე აღარ ვიდაოთ კაცო უკან დასახები გზა მოიჭრეს აღარ არსებობს უკან დასახები გზა როგორი გზა მოიჭრა იცი მოდი შევთანხმდით ეს გზა მოიჭრა კაცო ვეღარ შეთანხმდები სლიშკამ დიდი გენოციდი გაქვს მოწყობილი მე არ გეუბნები ამერიკელებთან კაცო თუ კი ვთანხმდებით ესე იგი ირანი ხდება ჰეგემონი ამერიკა კი აღარ ხდება всё და როგორ ფიქრობთ ამას ისრაელი და თუნდაც თურქეთი შეეგუება აიგეთ ახლა რა ამიტომ უკან დასახევი და მე არ ვიცი როგორ უნდა იყოს რა ვიცი სლიშკამ დიდი სიცხლე დაღვარეს ჯერჯერობით მე გეუბნები უფრო ღაზაში და ლიბანში და იმაში ახლა ახაც აკეთებენ ლიბანში ამიტომ აქ ესე მარტივად და ერთი კიდე გეუბნები ეს ცოტა რთული საქმეა რა ძალიან რთული საქმეა ძალიან ჩიხში შევიდა ომი ჩიხში შევიდა იმიტომ ეს საუდის არაბეთი ყატარი რა ვიცი ეს პასპარტული ქვეყნები კრემში რო დარბიან და ტელეფონს რო უწითლებენ კაცო აი ამ კაცს სერიოზულად გონი მე ხო დაზე ჩვენი ტელევიზიები გადმოსცემენ მე აღარ დამეჯეროთ კაცო რატომ თეკლა იმიტომ რომ იმათმა ნახეს რომ უსაფრთხოების ეგენ თუნდაც უსაფრთხოდ არ ყოფილან ამ წლებში კაცო მაგათ რო ეგონათ რომ უსაფრთხოდ იყვნენ ყოფილან სულ 3 დღე კაცო დღეს რათა გადაქცეული გაჭრელებულია მე არ გეუბნები სოციალური ქსელები შედით თვითონ ყატარის საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აი იმაში რა გვერდებზე თვითონ არ ყოფილ ხო რავი იწვის ერაყიდან მოაძუძგინეს ანუ რისთვისაც მან ხუსეინი ჩამოაგდეს ეგ თემა დამთავრდა რისთვისაც ჩამოაგდეს იფიქრო რომ ხუსეინი დაბრუნდა უყოდ კუბში აყვანილი ირანის მხარეს ხო შენ აქ ვაფშეტა 350,000 ხო ხელისუფლება ემიგრანტი გვყავსო შიტი რამდენია მაკედან შიტი რამდენია აზერბაიჯანელი ვაფშეტა შიტები არიან ისე ინფორმაციისთვის ვეუბნები ხალხს რა ვიცი რატო ჩამოდის ეს კაცი რა ვიცი წინა 2 თვის წინ მემუქლებოდა არ დაგავიჩნდეთ 9 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობსო რატომ მიბედავს იცი მაგდეს უპატრონო ქვეყანა ვარ და მეტო პატრონი არა აქ ამ ქვეყანას არც ხელისუფლებიდან არც გარედან
უპატრონო ქვეყანაგან ყველაფერს დაგათმობინებენ. ყველაფერს, რასაც სადამდე მე არ ვიცი, რა ჯარით გახვალ, პოლიციით გახვალ, რამე უსაფრთხოება გაქვს ისეთი სამსახურები რომ რასავო. აგერ მოგიკლეს კაცო გუში. თუ დღეს თავის ჩამოგიხჩეს აგერ, მოგიწყეს აგერ უცბად ამოგიტრიალებენ მაგიდას კაცო როცა გინდა. ხვალ რამ ვინ არის დაზღვეული? აჰა, აი ხვალ გავედი და რა მანქანაში ჩამცხრილეს. ვის არაწყობდა, ხო ეგრევე წავიდოდა, აი ბიჭო ეს ბიჭი ლაპარაკობდა და ის ჩამოახჩეს, ეს დაბრინდეს, ხვდები სად შეიძლება ეს ქვეყანა მივიდეს თო? ამიტომ კიდე გეუბნებით, როცა ხარ უპატრონო სუსტი ქვეყანა, ხო რა ვიცი, ჩვენი მეზობლებს არ ძინავთ, ისტორიულად ესე იყო, ჩვენ დავივიწყეთ, ისტორიულად ესე იყო, საერთოდ ესე იყო. ნუ ბიჭო, შენც რომ მაგათ ადგილზე იყო, შენც ესე გააკეთებდი, კაცო. ნუ იწყვებ თავს, რომ და შეესწამ რაღაც სიგიჟერს, რომ ჩვენ გაეროს წევრები, გავარტყით თქვენ გაეროს, სად არის გაერო? რა გაერო, ბიჭო, რა საზღვრები, რის საზღვრები, რა სიგიჟემ ლაპარაკობენ, სად არიან ეს ხალხი, კაცო? ხვალ გეუბნებით, ეკლა მაგიდას ამოგიტრიალებენ, არა გაქვს შენ ბიჭო. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა დაინტერესებული, იმიტომ კი არ გააკეთებია რომ ვიღაცა დაინტერესებულია ქართული ცუდი გაუკეთოს. არა კაცო, მის უსაფრთხოების ქვეყნის ინტერესებში შედის აქ მაგიდის ამოტრიალება, როგორ ვერ ესმით ამ ხალხს, კაცო? არავის შენთვის არ ცხელა. ყველა თავის ქვეყნის გადარჩენაზეა გადასული. ის ეპოქაა მოსული, გადარჩი ჯერ, გადარჩი. რო გადარჩი ამას უნდა საგანგებო გადაწყვეტილება მიიღება. რა ის ტევე პირველი გამოვიდა გუშინ ეგეთი რაღაც სიგიჟე ილაპარაკა? შეუვარდი მასკებიანი დახურე ვაფშე კაცო. სასწორზე უფრო დიდი რამე გიდგათ ხალხო. როგორ არ გისნა იმას, როგორ რა დემოკრატობ თაკა და რა გიჟობ თაკა კაცო. ვის უმტკიცებთ ამ დემოკრატიებს და რაღაც სიგიჟებს, ვის უმტკიცებთ? ქვეყნის ხარჯზე გინდათ ეს გააკეთოთ, კაც მე არ ვიცი რა ხალხი ვართ რა. კიფებით განას და ირანის ელჩი ამ ვიდეოს რო ჯერაც ეს ვიდეო რო თავის სოციოლოგიაში გამოაქვეყნა, ჯერ ხო გადაუგზავნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ხო გადაუგზავნიდა. ხო მიიღებდა იქიდან რაზეშენიას რომ გაარჩელე. რატო რომ მე თავი იმართოს რამე რომ მოხდეს? ხვალე? რო გითხრათ მე გაფრთხილებდით. მე ვიდეოების გიდებდით. მე ნუ მადანაშაულეთ თქვენ ხელისუფლებას სისუსტეს დააბრალეთ, კაცო რაც აქ ხდება მერე. ამას დიდი დიპლომატია უნდა და დიდი წიგნის კითხვა უნდა რომ ეს შეიძლება მოხდეს. თუ მოერიდება. რავი, არერიდება ყატარში, ვაფშე ამერიკულ ბაზებს მომბავს. ისე რო იცოდეთ და ამერიკულ საელჩოებს და ბრიტანულებს, კაცო. მუსლი გაავლო, რავი, გააცამტო რა ეკაურობა. რავი, ესე არ არის თო. მე არ იყოს წუწუნი მეთქი, მაგაზე თავრობას იმიტომ რომ ბიჭო, ორი გადაცემაა, ჩემთან, შენთან ვახოცები. მიიღე საგანგებო გადაწყვეტილებები. დაამთავრდა ეგ შენი ეპშტეინური რაღაცა წყობა, დამთავრდა, მორჩა კინო, დამთავრდა. რა ვერ მოდიხარ აზე ჩემისა შენა ბოლო კაცო. მოიწურა ყოველგვარი ვადები დრო უკვე აღარ არის სამისოთ, ამ ყველაფრისთვის აღარ არის ჩვენს ქვეყანას დრო და ამაზე ვყვირი ვართ და ამაზე ვჩხუბობთ მამდენი ხანია ხო? რა, გამოიყენე ყველა რესურსი. ყველა დონეზე გამოიყენე თუ კი ხვდები რომ ის შენი საქმენის უსაფრთხოება თუნდაც აი იოტის ოდენას რაღაცას არგებს, გამოიყენე, დაუძახე, დაელაპარაკე, ბიჭო, რადო გაარკვიე, რა დონეზე გასულია. გაუშვი იქ ილაპარაკოს, იქ გაუშვი, გაუხსენი გზები, კაცო. შეცვალე, ყველაფერი შეცვალეთ ხალხო, რავი, ხვალ არ იყოს სიგიჟე. ვერ გიშველით ვერაფერი მეთქი. მე გითხარი და რა ადგინად ქედით კაცო ახლა. მე ღმერთის წინაშე და თქვენ ხალხის წინაშე მართალი ვიქნები რომ ეს კაცი ამობდა, დავცინოდით, მაგრამ მოხდა ესე. რავი, აკეთეთ მე ადგინად კაცო. რა დროს რობიოს ყურმილის აღება იყო ბიჭო. რა დროს ყურმილის ბიჭო, თუ ვინმეს ყურმილი არ უნდა იყო, დღეს მაგის ყურმილი არ უნდა იყო კაცო.
მართლა შოთიკოსი არ იყოს. ბიჭო, შეგეშალა თქვენ სხვაგან მოხდით და გაუთიშე, კაცო. ხო? მაგრამ აქ რა მოხდა? ბიჭო, რა არის ამერიკის დროში დანძაანთეს, კაცო. კაი რა თეკლა, კაი, ამას უყურებს მეთქი სამეზობლო. მე ფორმულა მივიდა ირანის ელჩთან. ამას ეგონა ირანის ელჩთან რომ მივიდა იმასთან, რა ქვია, კობახიძესთან. და იაზუება, ხვდები? ეს ხო ანახებს ამ ინტერვიუს ხო ანახებს იმ თავის ქვეყანას მე 90 მილიონიან ქვეყანას ხო ანახებს კაცო ეს ირანის ელჩი. ხო გავა იქ სიუჟეტები. ვის როგორ ესაუბრო რა ფორმით ამას სხვა მნიშვნელობა თან დიპლომატიური კუთხით ხდება ეს ყველაფერი. ვიღაცა საქართველოს მორიგი ერთ-ერთი რეგიონის დეპუტატი ხო არ არის და რომელიმე საკრებულოს რიგით წარმომადგენელი რაღაცა აგდებულად უთხრა და ამან რაღაცა გარიქონდეს მერე ზეგავლენა. ანუ ირანელი ხალხს ამას ანახებს, ირანელ ხალხს აქ უჯდება ერთი რამე, ტვიში ილექება. ამ დროს როცა თელი ირანი ქუჩაშია, მიუხედავად დაბომბვისა, რა გმირი ხალხი ყოფილა. ბიჭო, ქუჩაში და ისინი ემოციურად აღითქვამენ, კაც 5000 წლის ქვეყანაა, თქვენ ხომ უმლობთო. და ისინი მე აღითქვამენ, რიცი რომ, აჰა, იქაც მტრები ყოფილა. ხდები, შენ ვერ რავი ხა გამოვარდი მე მადლობები უხადე პატრიარქის ისა მიუსამდი რაც შემეძლო ჩემი პატელე წერაკუალა კეთე ტელევიზიით ყველაგაჩ რავი რაც მოვახერხე გულბათას მინდა ცხილაძეს მადლობა გადაუხადო კაცო კი კაი კონფერენცია იყო ბიჭო ამიტომ ვის რა დონეზე შეგვიძლია ბიჭო ირანში საერთოდ ნამყოფი არა ვარ თეკლა ვაფშე არა დაყოფი არა ბიჭო რავი ახლა ირანის აგენტობა აღარ დამაბრალოთ კაცო ო რავი ახლა მეტყვი აითოლა საკეთიაო კაცო ერთი ეგ ქონდა დარჩენილი მოსაწებებლად თქვენთვის და შეიძლება ეგეც იკადრონ ახლა ო არა მე მაგრამ უყურე შენ აი დაუშვათ თეკლა შენ აი ხო არის ახლა პაპავა ხო ბიჭო გამოიყვანეთ რავი ხალხი გააცნო ბიჭო იცი ამ ძალიან მწოდნია აი უაღრესად მწოდნე ბიჭია კაცო ამსების ხო ერთი სიამოვნება მაგას ვასკას რო დაუჯდე ჯერ რა კაი კითხვა დაუსვა იმ ირანის ელჩს ბიჭო თან სიღრმისეული ეხლა მე არა მე თუნდაც სახელმწიფოებრივად მიუდექი და ირანელი ხალხის და მიუსამძიმლე ბავშვები რაღაცა იმან სიღრმისეულად ბიჭო გამოიყვანეს ჩოდნე ხალხი რა გჭირთ ხალხო ესენი შეგრიბავენ გირჩი ყოფილი გირჩი ციყვები მამაწაკლები დაიშოვენ ამ დებატებში თითქოს ვინმე საინტერესებდეს აი ეპშტეინი აქ ვერ გამოვიდა აი რა ხანახა ფიქრობ ეს ჩარჭო ეს შპრიცი და ამოუწოვა ეს ეპშტეინი მაგათ twinებიდან რა აი ესია რა თეკლა რა სხვა რა გითხრათ, სხვა რამე ხდება ისეთი არაფერი. აფხაზეთში მიდის კურორტისთვის მოსამზადებელი. გაქანებული გიგანტური მშენებლობა, ამიტომ აჭარელებს მეუნები რა. ესე ხელი როგორ იყო როგორ აძლევდით უფლებას ხაჭაპურში ჩაფურთხების თემად და იქ რუსკი კარა. ან კვერცხებით ხდებოდნენ კრუიზებს და კონცერტებით და წინახავთ კაცო, როგორ გაფართოვდით ამ რუსული დოლარებით ბიზნესები და სასტუმროები რო აღჭერეთ. ატი ჩამოვლენ კაცო სხვები. ჩემი ინფორმაციას არ გეუბნებით თვითონ ამათ მაგად იმედმაც ტკივ გამოსო რომ 100 მილიარდი გადაარიცხეს. ბიჭი რა უნდა პეტელეგი აფხაზეთი 100 მილიონი უკადაყარო 100 აიწევს მიწიდან. ამ პატარა ტერიტორიას რას უნდა ბიჭო 100 მილიარდი? რამხელა რამე ჩაიდება თქვენ ახავთ კაცო. ამიტომ მაგ კურორტებს და ტურისტებსაც ასე ხელი დაუქმნით ბიჭებო. რა ვიცი, იმიტომ ჩვენ განცხადება გავაკეთეთ. თეკლა, ჩვენ ესე ქვია მაგათ. პოლიტიკური არჩევანი არის ეს, როცა არჩევანს აკეთებ ნაბიჯს თქვა, ეს განაცხადია უკვე და ვსე დასწრება. განაცხადია, თქმა უნდა. რატო კატო შენ გონიამ რა ალიევს არ შეეძლო სამალუტო დაჯენა? როგორ არ შეეძლო? რატო არ დააჯინა? ვაფშე-то ალიევს პრეტენზია ქონდა დრონი ჩამიგდესო. მესროლესო. მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ გახსნა ჰაერი. არც თურქეთმა ნატოს წევრი ქვეყანამ. ხო რავი, აი
მე რო გეუბნებოდით ერთად უსაფრთხოების კუთხით ბატონო პაატა ნატოს წევრ ქვეყანას ეს ნაბიჯი რო გადაედგა, რა თქმა უნდა, მას ხოლგა დაიცავდა, ხო? შენ ვინ გიცავს როგორც სახელმწიფოს? ვინ ხავს? ეკლა ის დაჯდებოდა როგორც ეხლა დაჯდა ინჯის აეროდრომი, ისე დაჯდებოდა, კაცო. მაგრამ იმან უთხრა, აბა. ჯერ უარი უთხრა, მაგრამ რო დაინახა რომ საქართველოში მე საზოგადოება მე ინჯის ბაზარში შევიდა რა. Всё, რა თუნდა მას ეხლა აქ რისთვის დაჯდა? ვიღაცა ფისი მოუნდა და იმის გულში დაჯდა, აქ ტუალეტში შესასვლელად. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, კაცო. დამთავრდა. შენ ეს შენ უკვე კიდე ერთხელ შენ ხარ მხარე უკვე, შენ ნეიტრალურიც არ ხარ. მაშინ გეკითხებით. დააჯინეთ ირანული სამხედრო სამალუტიც აქ. ბალანსისთვის. ხო. ეკლა ახლა ნუ მოვიწყოთ რა ის ირანული რა ახლა ვინ დააჯეს და რა ისულელი რა სიგიჟია კაცო. ამიტომ შენ მაგას თუ ეხლა აბულაძის და გოგავას გასაგონათვალო ჩვენ მშვიდობას ვინ არჩუნებთ? ხო. და მე ერთი გუშ დღეს ის გამოსულა დღეს კიდე ტრამპი. ჩვენა ომი მოვიგეთ, ომიო. ირანში ღმერთმა სულ ესეთი გამარჯვებული გატაროთ, თქვენ შობელ წაღლებო რა. მაგაზე ნაკლებად არ მოგეგოთ არსად, თქვენ მაიმუნებო რა, თქვენ რაც ამ ქვეყანამ ამ რეგიონს გაუკეთეთ რა. სულ ესეთი ამა გამარჯვებული ატაროს ღმერთმა ეგენი რა. გამომტყოფიერი რა მართლა. აი ეს ხდება ჩემოთეკლა. კაი არაფერი არ ხდება. კაი არაფერი. ტელევიზია გაწუებთ ხალხო. აი შვილი შემეძინა იმის ჯანმრთელობას ვიტყვარ, ყველა ტელევიზია გაწუებთ. აბსოლუტურად თუ ყველა. არაფერი ლაპარაკი არ მიდის ჩვენ უსაფრთხოებაზე, არცად. ეხლა ჩემი შვილი ძალიან მიყვარს ერთი კვირის არ არის კაცო. და არ გაფიცებას. გაწუებს სულ ყველა. პრემიერიდან დაწყებული დამთავრებული ბოლო იქამდე. ჩვენი ხვალინდელი დღის უსაფრთხოების საკითხზე არცად არაფერი აი ეს მიტოვებული ვარ. ჯერ ბრაზილი, ნუ სლავა ბოგუ. თუ არა და მითხრა ის რასაც ესენი ამბობენ ხალხო. ის მე მკითხე და სულ ეხლა დრო აღარა უკვე საათ ნახევარია თორე გლაპაგო. სახელი და გვარით ვიცი კაცო. სახელი და გვარით ვიცი ვის ლაპარაკება კაცო. თეკლა ახმობელი მყავს მეთქი შვილიდან გამომდინა ეხლა კი არა ერთი აი სირიაში ომი რო იყო იქიდან ვართ კაცო. მუშაობს სავეტა ბეზაპასნასტი რასისტი ფედერაცია უგრა რუსეთის უშიშროების საბჭოში. არ არის უბრალო კაცი კაცო. ტიპი რო უთხარე მე არ მახსოვს ამ ჩვენი ყოფილი მინისტრი განათლების მინისტრი რუსეთში რო გაუშვით სექციის უფროსად. ხო და მე უთხარი ისე მკითხე, ნუ კაკონტამ. შონიბუთ მე უთხარი რაღაც. ესე გააკეთა. სახელი შემახსენე მაგის სახელიო. სახელი შემახსენეო კაცო. სახელი არის ის კაცო. ანუ ტიპი ვინც გაუშვით იქ უნდა დაელაპარაკოს, ვისაც უნდა დაელაპარაკოს. იმათ მამის სახელი არ იციან. რა გითხრათ ხალხო? აქ გამოვლენ ეს პროხელისუფლო ისენი ტელევიზიები და მოლაპარაკება მიდის. რა იცვე უნდები შენ? მაგას გამომაპარაკე ჯერ რამე მიდიოდი ეს. რა გამარო ამას ხონგებელ ახლა სურო დედა მაგიო თუ ხარ დაუჭერდი კაცო. რატო იცი სასწორს უფრო თუ ამათ ეგნაბიჯი გადაედგათ. თეკლა არ მოგერიდებოდი დავით თუ გინდა მაგინეთ, მაგრამ ამ პროსო ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეს მოლაპარაკება ბოლომდე მისულიყო. იმიტომ კი არა თქვიჭო რავი ეს ქვეყანაზე უსაფრთხოების გამო. всё. გატყუებენ და კი მისხავდო რომ გატყუებენ. არაფერი არცად არ მიდის კაცო. ერთი დღით ცხოვრობს ეს ქვეყანა, ერთი დღით. აი ხო გათენდება, ხო გაიფრინდა კომბახიძე, არაფერი მოფრინდა არა. სლავა тебе, господи. და წავიდა.
წავახალ მთავრობის ხმას მოვაწყობ და დაიწყებს იქ ლაპარაკს ჰესებზე, პროცენტები ეკონომიკის გაზრდაზე. რა ვიცი, ვერანაირად ვერ გაკეთდება და ვერ მოხერხდება ეხლა და უბრალოდ გადასაფარად ილაპარაკებენ. ბატონო პატა. ეხლა შემეკითხა ბატონო კიჩმანი გიწერს კითხვას. კი, რუსული ჯარი თუ შემოვა საქართველოში. აგერ სადაც მე ვცხოვრობ, ჩემს სახლიდან არის 36 კილომეტრში. ანუ ყობა დიდი წნება მე და შენ რო კონდეს, ზედ მივაფსაბდით იმ მანძილზეა. ბიჭო მეტი რაღა უნდა შემოვიდეს, კაცო აგერ მიდგას. და აქ რო მიდგას, მაგით გავდივართ, კაცო აქ თუ რაღაცები არ ხდება, კაცო კიდე. აქ თუ რაღაც არ ხდება, მაგიტომა რომ იმათ ეშინიათ, აბა ჩვენი კი არ ეშინიათ ვინმეს, კაცო. მაგას უწევენ ანგარიშს რომ აქ ადგანან და აქ არ ხდება მეიდანები, რაღაცა რაღაც სიგიჟეები აქ, კაცო. ხამეები არ ძინავს ერდოღანს როგორ ისე უნდა სახმელეთო გზის გაჭრა აზერბაიჯანთან. ლექსებს კითხულობ ციპი, ლექსებს ერთი სული აქვს, რა უშლის ხელს? აი ეს ბიჭები, აი ეგ რომ მიდგანან რა. რავი, მეტი როგორ ვთქვა ხალხო, რავი, ნუ მოიტყუეთ მეთქი თავს ხალხო. სიცილი დაიწყეს. თუნი ხალხი აიცინიან რა. რავი, თეკლა აი ესე ვარ, თორდა გაბრაზებული ამ კლელობამ კიდე დღეს ვაფშე დამგრუზა ბიჭო, რავი რა. ანუ არაფრით არა ვარ დაზღვეულები რა. აი ვაფშე არავინ არა ვარ დაზღვეულები რა. ღმერთმა ეხლა ბიჭო ძალიან ნერვიულობა, აი ღმერთმა მშვიდობა მისცეთ, ცოტა გაფრთხილდნენ, რავი, იქ თქვენებით ყველანი, რავი რა. რა გამოდის, ესე იგი კუდი თუ ვინმეს ზედმეტად სიმართლეზე დავაბიჯეთ, კუდზე თუ დავაბიჯეთ ფეხი, არის იმის საფრთხე, რომ ვიღაცამ ხვალდილას გამოაცხადოს, რომ თავი მოიკლა. საკითხი დგას ედრე, თუ იმათმა იციან, ვისმა სიკვდილმა შეიძლება რაღაცა ხელვარება გამოიწვიოს. არ მინდა კაცო სახელი და გვარები დავასაყოლ, ჩემი ვარაუდია რომ აი ახლა ბოკარია რომ ვიღაცა მოკლოს, აქ ზეიმი გვექნება კაცო. მაგას ასწელი არ მოკლავენ კაცო. დაჟე გაუხარდება თუ იტყვენ ქართველება კაცო. ისინი გარედან. ანუ ისეთი კატეგორიის ბიჭო ნადირობა შეიძლება წავიდეს კაცო. აი დღეს უკვე მე ვერავინ ვერ მეტყვის რომ შენ დაზღვეული ხარ რა და იმ ბიჭებს თქვენებს მინდა ცოტა დაფიქრდნენ ამ საქმეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გითხარით ახლა მე თქვენ. აი და დაზღვეულები ხართ? რავი, ესე გონდა რა ვიცი, ეკლესიაში მცხოვრებ, რაგვარი ბიჭი კაცი რო გარდა თავი შემოიხჩო, აი მაგას. აზარე ჯორბენაძე. აი ჯორბენაძესაც ესე გონდა, კაცო ეკლესიაში მცხოვრებო და დაზღვეული ვარო. რავი, ჩამოხჩობილი იპოვეს. აი ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია. ვინ არის დაზღვეული რა, ახლა არ მითხრა, ახლა რესტორნებში არ დადიან და რა სტუმრად არ დადიან ერთმანეთში, რა ვიცი რა ხდება ხვალე. რა დროს დაჭირდებათ? ხო, აი უყურე რა თეკლა რა. რატო? კიდე სუსტი ქვეყანა ხარ. არაფერი არ ახარ. უპატრონო მიგდებული ქვეყანა ხარ. თუ არ და ვინმე გამოვიდეთ ან დამიწეროს და არა კაცო შენი ტყვები ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ. დამიწეროს ვინმე. ეს სასიხარულო იყოს ბატონო პაატა და მაგაზე მეტად არაფერი გამახარებდა ქვეყნის ზურგს. ეტა სიმართლე. თავის მოტყობა ვისაც უნდა ისედაც მოტყობს. ნეკლა თუ არ დავტოვეს ქვეყანა ბიჭო, რავი მე სამი შვილი მყავს 2 წელი არ მინახია, აგერ შემეძვინა ერთი კვირი წინ, ერთი სული მაქვს ჩავიდე და კუტუნეებში ვაკოცო ბიჭო. ამაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს? ვერ გავდივარ ქვეყნიდან ბიჭო. ყოველდღე რაღაცას ველოდები და მიტო რა. რაღაცა აი მითხარი რომ არა კაცო ყველაფერი კარგად, როგორ არის კარგად კაცო? ეს ვინმეს გონია ამის მოკლელობა, არა ჩამოხჭობა თვითონ, არა ეგ არ გაბედოს ეგ ვიღაცამ. ამის მკვლელობა ესე ჩაივლის, არ ჩაივლის ესე კაცო. რავი, რა გითხრათ?
დავი ველოდებ მე კიდევ ამობ მე აი ესეთ განწყობაზე ვარ უყურებ ხელისუფლების იმას აი კიდე იქ მინდა დავბრუნდეთ და ამით მოდი ცოტა დასრულებამდე წავიდეთ იმიტომ რომ ხე დღეს ეს თემა იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ვიღაცას დაგეგმილ სწორად შერჩეულ დროს იქაც ხო დებილები არ ძიან კაცო ჩვენებისგან განსხვავებით იმათ მაიციან რა დროს რა უნდა გააკეთოთ ხო ჩვენ დაუნებურად არ აღმოჩნდეთ მაგათი თამაშის ფიგურები ხდები? ხო არ ვიცი მიყურეთ ეხლა მე ერთ ინფორმაციასაც გახსოვს ორში აი თათმინდაზე ეს ტრანსგენდერების ის რო იყო ესენი ბიჭები რო დაიჭირეს რა ანტი აი ეს იქ რო მოხდა ბიჭო იქ მივიდა შავი ჯიპი შავი ჯიპამდე ავიდა ბრიტანეთის საელჩოს მანქანა დადგა წინ კაცო ბიჭო არ არსებობს თეკლა საპოლიციო ოპერაცია რომ პოლიციის ოპერატიული სამსახური არ იღებდეს ბიჭო ასე უყურებ ბიჭო რატო არავინ არ იღებს პირველი ვისაც დაერივნენ ვისაც ტელეფონები ჰქონდათ ჩართული ანუ მე ვიფიქრე ბიჭო რაღაცა აქვს დაგეგმილი და ამ დროს იგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ამბავს აი ახლა პირდაპირ გეუბნებით რა ვინც საჭიროა იგებს მაგ ამბავს და ესე ვთქვათ მაგათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ავარდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და იქ ოპა წავიდა გადაღება და უცბად შეჭერდა თემა ის ხალხი ვინც იყო ჯიპებში ძლებიან და გარბი დამთავრდა რა იყო ჩაფიქრებული თეკლა ხო ვიტომ უცხინარი ყოფილიყო კადრი და რატო წავიდა ტელეფონებზე ნადირობა ხო უცხინარი რაღაცა იყო ხო რა ვიღა 10 კაცი იყო რაღაცა მოკიდე ხელი როგორ ხდება რა არ დაუშლიათ მიტინგი თუ რა არიციან თუ როგორ თანაც ჯერ ებყრე პატარა გზარი რა ორი საპატრულო მანქანა ჩააყენე და შემორჩაკინო ვინ გაევლის რა სივრცე არ აქვს არაფერი არ აქვს კაცო კიდე გეუბნებით ამ ქვეყანაში ვინს რომელი ქვეყნის რა სპეცსამსახურებია ჩამჯდარი და რეებს აკეთებენ არავინ არ ვიცით თეკლა მე ის ადამიანი მე ან ამერიკაში აღმოჩნდება ან ლონდონში შავი ხვრელია მაგ კუთხით ჩვენი ქვეყანა ძალიან შავი ხვრელია ეხლა ეს აი ხალხი რომ იმის გასაგონად კი არ აქვს თქვი კაცო ვიცი ესეც გონეს მე იგეშენ ცოტა ტვინი თავი მიარტყით კაცო იქსა რო ხარ და ცოტა ტვინმა ტასოვკა გააკეთოს კაცო შეიძლება სულ არ გინდოდეს მაგრამ გაგიკეთებენ მე უთხრა ბიჭო მეტი როგორ აუხსნა კაცო გადაჩალიჩებენ ისე რომ ვერც გაიგებ და შენ რო თეკლა შენ ახარ პასუხისგებელი მე ხო არა ვარ კაცო შენ აიღე ამ ქვეყნის საფრთხეების პასუხისგებლობა შენ გემოდი შენზე თავის მართლება არ არის შენი ფუნქცია შენი ფუნქცია არის პრევენცია კაცო ქვეყნის უსაფრთხოებია მერე დამიჯდა ამბათ მომიყო ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან ეს არ მჭირდება ხო ბიჭო მე რა არის ამათ მე გადადიან თავის მართლების ანუ მე კაი ვარ მე არ გამიკეთებ ბიჭო სულ არ გააკეთო შენ რა გააკეთე იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო იმიტომ რომ შენ გევალებოდა ხო მე ხო შენ ხო ამ ქვეყნის პატრონი ესე ითვლება ხო კესალუსები ესეთი პატრონები არიან კაცო მაგრამ ბიჭო როგორც არის ხო ამას ესე ქვია კაცო შენაგა გუსაფრთხოების ადამიანის ოჯახის ჩემი ოჯახის ქვეყნის რა ვიცი ყველაფრის უსაფრთხოების პასუხისმგებელი შენ ახარ კაცო მაშინ გაიწიე და ვინცაც მაგის შნო აქვს ის დააყენე კაცო ის კი არ არის შენი ფუნქცია რომ მე კაი ვარ და მე არ გამიკეთებია ხალხო მე პატიოსნად მუშაობ ბიჭო არ არის ეს შენი ფუნქცია კაცო რახან მოხდა უკვე შენი ბრალია კაცო ანუ დევალება რომ ესეთი რამ არ მოხდეს ანუ ვერ გათვალე ვერ ყავს კაი დონეზე სამსახურები რომ ამის პრევენცია ვერ გააკეთეს კაცო არა ყავს კაი ინფორმატორები არსად
და ვიღაცამ ქთამი აიღო თუ არ აიღო, ფეკებზე მკიდია კაცო, იმან ქთამი აიღო კაცო, თავარი ქვეყნის უსაფრთხოება გააკეთე რა. მიწები გაისაო, რა 2014 წელსო, 16 წელსო იქ მიწა რაღაცა თუ ლაპარაკობენ რა. ბიჭო, გავიგე კაცო, მაგრამ ამით ნუმტენი ეგეთ სიგიჟე ინფორმაციებს კაცო. რავი, რა გითხრათ თეკლა. არავინ არა ვარ დაზღვეული ამ ქვეყანაში. არავინ. დიდი ემოცია რო გამოიწვიონ, იციან ვინ უნდა ისე გააკეთონ, არ მინდა ღმერთო დაიფაროს რა ბიჭო, რავი, აქვთ მაგის რესურსი, მეთქი მაგის რიჩაგები აქვთ. ვოტაკ გაფრთხილდნენ ყველა კაცო, ვისაც 10 კაცი მაინც რო უსმენს და პარტიი და ავტორიტეტია ვიღაცისთვის, ცოტა გაფრთხილდნენ და რაღაცა ხო ხედავ, ისინი იმათ უკან დასახევი გზა არა აქვთ, იცოდეთ. ისინი ძალიან ჩიხში შევიდნენ უკვე. უკიდურეს ჩიხში შევიდნენ. ის ან მთავრდება, ან თავისას გაიტანს. აი ესეთ გასაკითხი, მორჩაკინო. მეტი რა გითხრათ? აღარ არსებობს შუალედური, არის ორი არჩევანი, ან თეთრი, ან შავი. რაღაცა უკვე ეფემერულ რაღაცებზე ოცნების დრო აღარ არის ხალხო. დიდი მადლობა ბატონო პაატა. აღარ არის. კიდევ ერთხელ უსამართლო. რა ვიცი, რავი ხალხო აი ესია რა, ბიჭო, მე ხალხს ხო გეუბნები ბიჭო, მეც ხო მინდა რომ ადრე რომ გამოდიოდი და უფრო რაღაცა რომ ვიცოდი რომ რაღაცა იყო, იქ ლაგდებოდა, მართლა რაღაცა იყო, მაგრამ გადააგდეს, მეც გადამაგდეს ისინიც გადააგდეს რა ვიცი. როცა ლაგდებოდა, კარგად იყო, არ გიმალავდით. ახლა სულ მაგას მიჩიჩინებიან, შედარიყავი რომ მომდი, ბიჭო, მაშინ ესე იყო და დედა აფეთქებული, გოსდუმაში თუ კომიტეტში რო გამოვიდა, იქ მეწერია ჩლენ პრავიში პარტია, გუზის კაიმიჩ და ჩემი ინიციატივით გავაკეთე, ესე თავგადახსნილი გონი ვართ, კაცო. ამიტომ ხო ნუ გადააგდეს, რავი, გადააგდეს და ვინ გამოვა ბოლოს გადაგდებული, რა ვიცი. როცა კარგად იყო, გეუბნებით, კარგად იყო, ახლა არ არის. ახლა ესე აღარ არის, всё, морчакино. Так что, ребята, всем прожили, ну и слава богу. А если აი არ შემიძლია ვერ მოვატყობ მე ხვალ ესე არ იყოს მე შენ იმას გადაცემასაც დაუვარდება ეს ჯერ გადაცემას მაგით არასწორი ხარ ეგ რო თქვი შენ გადაცემაზე აღარ არის ლაპარაკი უყურე რატო გისმენს ხალხ შენ რატო აი რატო ამდენი ტელევიზიებია მეინსტრიმული ისა რატო შემორბიან აქა თვითონაც რო იციან რომ ესე არის აი ახლა ვინც ახლა გზის ყველა მიცის მე რო ლაპარაკობ просто თვითონაც კარგად იციან ეგრე რო არის დედის უსპიცალ თუ არ იცოდეს ბიჭო წარმოუდგენელია რო არ იცოდეს ეგრე რატო იცი ყველა ვხედავ და ყველას გვეხება ხელით გვეხება უკვე ფიზიკურად შეხებაში ვარ აი შეხებაში მე იცი რაც მოინტერესებს რომ რავი რატო ვიკავებთ თავს ხვალ არ იყოს გვიანი მეთქი აი всё მეტი არ ის გამდა ხვალ просто გვიანი არ იყოს ესენი არც გაკეთებელი არ არიან აღარც დაელაპარაკებიან თუმცა მე რო არ თქვა თვითონაც თქვის რომ აღარ მელაპარაკებითო კაროჩე რა ესეა რა ძმებო რა რავი ნახოთ ღმერთის წყალობით რაღაცა უნდა მოხდეს კაი ალბათ რა ვიცი ამაზე გაჭირებული ყოფილი ვართ ამაზე მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ეს ქვეყანა მაგრამ მე ქართულ ადამიანში იღვიძებს თვით გადარჩენის ინსტინქტი იმიტომაც მოვიlt აქამდე რა ესე იქნება დროზე გონზე მოვიდეთ всё путём მადლობა ბატონო პატა ну იქითა შაბათის გინდა შაბათისთვის შაბათისთვის ოღონდ რადგან ნახეთ აღდგომის წინა დღეა მაინც სადღაც ესე ან შუადღისკენ ან საღამოსკენ 1-40 წუთიანი მაინც მთელი კვირა რა დაგროდება რაღაცეები ეს რო არა მოვარდეთ კონტექსტიდან ერთი მაინც მოვასწროთ
მე აღდგომის შაბათი მოდის, სწორი კვირა მოდის და ის დღეები, ხო, არ მინდა ასეთ დროს დავტვირთო რაღაცა ლაივებით და მით უმეტეს შვიდადაც ყმარად სალაპარაკო, არაფერი გვაქვს უკვე ბატონო პაატა, ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, გინდა არ გინდა, შინაგანად ვისტრესებით, ვიგრუზებით, ყველაფერზე ვფიქრობთ, წინ ვიხედებით და ესეთ დღეებში აღდგომის დღესასწაული ისეთია, უნდა იზეიმო და ესეთ დღეებში არ მინდა მძიმე თემებს შევეხოთ და წინასწარ გეტყვით დროს ყველაფერს და ანონს რა თქმა უნდა გავავრცელებ. თქვენ როგორც ჩემი სტაბილური სტუმარი, თორე არიან სტუმრები, რომლებიც სხვადასხვა დროს როგორც იცლიან, იმის მიხედვით მოდიან, კიდევ ერთი სტაბილური სტუმარი შემოგვემატება იქეთა კვირიდან, პარასკევი დღე და მთლიანად უკვე დაბრუნილი იქნება და მადლობა მინდა მაყურებელს ვუთხრამ, სმენელს, თქვენ როგორც ერთ-ერთ ყურებად და საინტერესო სტუმარს, ის ემოციები რო არ იყოს, რაც თქვენ გაქვთ ხოლმე დამერწმუნეთ მაყურებელის ნაკლები იქნება, არის ხოლმე სტრიმები, სადაც ლექციის ფორმატია, მაგრამ მოსმენა გაცშოს არ უნდა, მაგრამ ხმაური ემოცია და გრძნობით მოყოლილი ეს ყველაფერი ადამიანებს სხვანაირად გულზე ხვდებათ და ხელოვნური რო იყოს ეს ყველაფერი ამდენ ხანს ვერ გაგრძელდება. ხელოვნურსაც გრძნობს საზოგადოება. მაიკო, სწორად გამოიცანით, კი, ბატონი კობა კუპრაშვილი იქნება ყოველ პარასკევს. გაწერეს კომენტარში ვერსია და ბატონი კობა მეყოლება. გისმენთ ბატონო პაატა. ჩემი მისია აი ეგ ძდომად ან ტელევიზია ბიჭო არ არის ეს ჩემი აი არის ხალხი აი შენ მაგალითად რაღაცა იქ არ არის ეს ჩემი კაცო როგორ გითხრა არის ხალხი რომელიც არის აი ესეთი აი ის რო გამოდის კოლხი აი ბიჭები აი არიან რა რომ სატელევიზიო ენა რაღაცა ის რაც მე უნდა ვთქვა იმან შეიძლება ისე აი მაია ნიკოლაიშვილმა დაალაგებლად მეცნიერულ დონეზე ბიჭო არ არის ეს ჩემი კაცო ჩემ შემას მოეძებთ ხო ხედა მაინც შემომეგინა ამიტომ მაგრამ იმდენად მახინჯი სიტუაციაა მეთქი ცხოვრება იმდენ ისეთი მახინჯი იმდენ სიმახინჯეში შევერთო ჩემისთანა კაც მოუწია უკვე აი გამოსვლა უთხრა ბიჭო რას ვაკეთებთ კაცო ამიტომ ნეტა ის რომ მომასრო კაცო რომ მე დავждე რა ვიცი და გიჩვენო ჭყიან ხალხს კაცო არა ვარ მე სატელევიზიო ენა არა მაქვს კაცო მართლა არა მაქვს არ ვიცი ესეთ რაღაცები აი მოგეწონა ბაიცით რა პრაგმატულად რომ ვიფიქროთ და ბიჭო არ მეწვე წადები დიახეთ არა ეგ თუ გინდათ გადაერთეთ კაცო იმედზე ავეძე ისე ладно ребята побежали ნახოთ რაც იქნება რა ზოგადად პუტიო შვიდობიან საღამოს გისურვებ